მოგესალმებით, მეგობრებო. თუ თქვენ გეგონათ რომ დღეს ორი სტუმარი გყავს, არა, ის გიორგი კალატოზია. ბიჭრამე, დღეს ეს შუტკა დაგიწერეს, რომ ესანა დაგეწყო თუ? აი ხო ზემო. რა რამე ბრძნული ლაპარაკი, იმიტომ რომ შენი ერთ ეხა უხდება. გიორგი, დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის. მაგრამ სტუმარი ხომ არ წარგვედგინე? გელა ბენდელიანი კი არა, საწყალი, ხო. მე მიყვარს შენ რა შუაში მიხვდები რაღაც სამდა რა ასტოპებ. წარმომიდგენი. ხა ეს ოკეი. იუთუბერად წარგადგინოთ თუ არა, დრიფტერმა მიჩნია. დრიფტერი შალიკა დღეს ჩვენთან სტუმარი, თუმცა რეგალი არასწორად აირჩია. ამ გადაცემაში ჯობიერი იუთუბერად წარგადგინო. არა, ეგ მაინტერესებდა ვაფშე რომელს აირჩევდი მე. დრიფტერი? მე მგონია რომ იუთუბერიც კარგი ხარ რა. დრიფტერი არ ვიცი როგორი ხარ. მოპა. იუთუბერიც კარგი ხარ ნიშნავს რომ დრიფტერიც კარგი. დრიფტის გესოდინება მაშინ. არ ვიცი, ხუმრობ. ხო და YouTube-ზე რაღაცებს უყურებ ხოლმე შენსას და ის არის. მე სპრინტერზე უნდა კითხო რაღაც. წავიდა მანქანებზე ბაზარით. მეც მაინტერესებდა შენი სპრინტერის მდგომარეობა. ბიჭო და მეც მაინტერესებდა ჩემი მანქანის მდგომარეობა. ჩემი მანქანა დღეს იქნება ვსო. დღეს? ოჰო, ლაბავის სულიან ეხა და ეგ არის რა. ლაბავის ოტოცვლია. კატეხილი იყო. კატეხილი იყო? ეთყობა ხო არ ჩანდა და. არ ჩანდა. გზარი იყო და წავიდა მე. არა, იმენა ხელი შევიდო და ეს ეთყობა შენ არ გაქვს ბავშვი ვიდეო ნახე შენი მანქანის? აქ საქართველოში როდესაც ჩამოსული არ მინახავს. ეგრე ჯობია რა. კარგად სურპრიზია. პატარძალივით მოკაზმული ვნახო, იქამდე არ ვნახო, ხო? მანქანა მეც ვიყიდე კალა მანქანა. რატო ყოველდღე? არა, ეხა მართლა კაი შენ ცხენი იყიდე ალბათ სტრიმზე და ეხა ვის ვიყიდე, BMW ვიყიდე. ეგ ვიცი ხო, ეგ მითხარი. რა BMW? Samsung ვიყიდე $4500 20-იანი. იჯდები მე 20-21 კანონში. ხო და მოვასწარი რა. წესით თუ მიიღეს, მოვასწარი თუ არა და დავშლი მაგით. მოიცა შენ იყიდე 20-იანი მანქანა 4500-ად? ხო. და მე რა დამიჯდა 20000-მდე. მე გაკეთება დამიჯდება ბევრი, იმიტომ რომ არც ერთი ფარი არა აქვს და $1500 ვინ კოდია მე? არა. არა ჩამოვიდა ნახო. დახურული აუქციონი იყო. რაღაცეებში გაგვიმართლა. ხოლმე მასონები იღებდით მონაწილეობას? არა, დახურულ აუქციონზე ძირითადად არ შემოდი. ქართული შემოსულიყო, გადამარტყავდა თავზე ეს რომ ამდე გაზრდიდა ჩემ. ანუ გაგიმართლა ძალიან. იმედია. იმედი თევზები არ ეყარა. არა, მე ლაბავოი არ ვიცოდი, ეხა გავიგე ანუ. რაღაცა აი ნახე, ამდე ბევრი პრობლემა იყო, რომელიც უშენოდ მოვაგვარა. ლაბავოის მეორას მიყენებ? თუ ორიგინალს? ქარხანას დაურეკეთ და გამოვაგზავნეთ. არა. ორიგინალები არ არის? მეორადი ორიგინალი. არაფერი პრობლემა არ შეექნება, ანუ დაიკიდე? არა, ლაბავოი იცი რა ვერთემა, ანუ არა ორიგინალი ძალიან ცუდია, იორთქლება ძალიან ცუდად. თუ დაიორთქლა, მე ისაუბრე. ანუ თუ არა, რო დაიორთქლება. არა, ორიგინალია დაწყალი. არა ორიგინალი, რაც არის ეს იყო პატარა დეტალები არის, აირბაგები. ის ნაზღაიძეს მანქანის ვინ კოდი რო ნახე, მოუყევი ხალხს რა. მოიცა, სანამ მაგას მოყვები. შალიკას გკითხოთ როგორი ფასია 2009 რომელი წლის არის? 19-ის ბოლო, מחარა, აი 2020-ის რიჟრაჟზე 19 წლის RAV4 ჰიბრიდისთვის 18 ნახევარი. გაკეთებიანად, ხო, გაკეთებიანად 18 ნახევარი სადღაც. კაიფასი. აი, מחარას ხარ ეს. იცი რა. არა, მე არის. ძალიან ფათარი დაყიდი რა და სპრინტერზე მაინტერესებს. ის ვაკეთებ ისე რა, აი ბოლომდე მივყავი რა დეტალს ვაკეთებ, ბოლომდე ვაკეთებ. 4 ფენა გავუშვი დაბლა რა, იზოლაცია, ჯერ ვიბროიზოლაცია გავუშვი. მერე თბოიზოლაცია გავუშვი, წებოვანი ლენტები რა, როგორც სქელი. მერე გავუშვი სტეკლოვატ არაღონ, ბუნებრივი ბამბა გავუშვი. მერე ხე გავუშვი და მერე ლამინატი, მაგის დედასაც ხო, სად მიდი? ბიჭო, აი ზამთარში რომ ის კონდენსატი სადმე არ მოალპოს რა. არა, მე მქონდა სოთაშორის პრინტერი აწყობილი სახლად. სახლად? ის ნახი მაგ VIP სპრინტერი. არა, სახლი აი შიგნით სამზარეულო, ტუალეტი ისი საძინებელი და 1-5 წლის წინ მქონდა ეგ ბიზნესი ვაფშე. გაქირავებაში იყო გერმანელები ჩამოდიოდნენ და მიყავდათ. ხო და მუშაობდა. მაგრამ მუშაობდა. რატო შეიძლება? აუ მე კი არის რა. აუ ხო, შიგნით იყო ვაფშე ყველაფერი რაც შეიძლება. მეც ეგრე მაქვს. დუში, ხო. ცხელი წყალიც მაქვს. და ბოლოს ტიპი ჩამოვიდა
გერმანიაში ქირავდნენ საიტზე და აქ ჩამოდიან და აქ ხდებოდა. და ტიპი ჩამოვიდა და ხო ყველაფერი ნახა. და ხო იცი მაინც რაღაცა უნდა რომ ეთქვა და ნიჩაბი სად არის? ხო და მეთქი რა ნიჩაბი. აი პროსტა აბა თუ გამოიხსნა ნიჩაბი. ნიჩაბი თუ არ არის მე ვარ წავიყვანო ამანქანას. ერთმე მიდიოდა რაღაც ფრინველების გადაფრენა უნდა გადაიღო აშრომაში. და რა ვერ გავიგე და იქ გაბრაზდა ტიპი და მეც მეთქი არის და დაურეკე ჩემი პარტნიორი ვინც იყო გერმანიაში რომ მეთქი ნიჩაბი სითხოს მე. ნიჩაბი არ დევსო. მეთქი რა ხდება და თურმე გერმანიის წესია რომ ტყეში რომ მოისაქმებს ტიპი ნიჩაბი უნდა კონტესო დამარხოს და გეყიდა რომ ასლარად ნიჩაბი. აუ შეგე ტუალეტი იყო მოწყობილი რა კაფელმეტრახში და მეთქი რავი. იქნება თუ ხელი მეშოთა და ნიჩაბი ჩააგდე რა. უნდა ჩავაგდე ნიჩაბი მაგ ტუალეტი როგორ გქონდა? ბიოტუალეტი იყო ეგრევე გამზადებული ვიყიდე და ჩავაში. ხო და აი მე მინდა რომ ჩაოლებრივი ტუალეტი დავდო. არა ჩაოლებრივი როგორ უნდა 4 ლიტრიანი ჩარეცხვა რომ 4 ליტრია რა და ქვევით ბაკის უკან იმითი შევკრა კელვარი კი არა რა ქვია მატერიას ფუნქციები. ეგ წყალი ნახე გაითვალისწინე წყალი გარეთ თუ გექნება გაგეყინება. შიგნით ამაქვს. ხო აი საძინებელი სადაც იქნება იმის ქვემოთ. იქ არის წყალი. ხო 220 ლიტრი. და მეორე რეზერვუარიც რა ის წყალი მე ხომ უნდა გავიდეს გარეთ ხო არ დაასხო. იქ უნდა დაგროვდეს და მე უნდა დაცალოსად. წესი ეგრეა. რამდენი კვადრატია ბოდიში? 7 გამოდის. 7 კვადრატი? არ გამოდის. და რისთვის? მაიცა ახალი ის დამიმატე. სუფთა წყალი რომ გავიდეს რა პრობლემაა? არა. კვალიც კი არ ვიძახი. აი ხელსაბაინიდან წამოსული წყალი რომ გავიდეს. მაგრამ ქუჩაში სადმე რომ გააჩერო ის ადგილას და იქ წყალი გავიდეს. წესით არ შეიძლება რა. სუფთა წყალი თუა. სუფთა წყალი როგორ ხან ხელს დაიბანა ჩარეცხაო სუფთა წყალი. შენ ახლა სხვა რაღაცას დაიბანა ეჭვი მაქვს იქ. და მზის ბატარეები გინდა უეჭვი. ეგ მოგვარებული მაქვს. ეკოფლოუ სისტემა დავაყენე 10 კილოვატი დენით. ეგ უეჭვი. რომელიც თვითონ აგვარ ან ეკოფლოუმ გამოუშვა თავისი ისინი რა თავის ინვერტერი აქვს 220 გაქვს 24 გაქვს და 12 გაქვს. თვითონ აგვარებს ყველაფერს. და რამდენს ინახო? 10 კილოვატ დენს. 10 კილოვატ. და ბატარეა მზის ბატარეები ალბათ კილოვატამდე იქნება საათში რა. ალტერნატიული წყარო აქვს რომ დატენო ჩვეულებრივი დენით და პაходу დინამოდან გამომავალი დენით დენის. და მესამეა კიდე დვიჟოკი რო ატაკო და იმან დატენოს ავტომატურად. ანუ 10 კილოვატი დენის სულ გაქვს რა. ხო და სად მიდიხარ ეგ მაინტერესებს. თუ პინგვინი ხარ და უნდა წახვიდე მთებისკენ თუ? აი მაინც აკეთებ და პარემ ჯობია რომ კარგად გაყიდის მე ამას ეგრე აქვს რაღაცას დიდ პროექტებს დაიწყეს და ბოლოს ყიდის. ეგრე არ არის? არა. კაიფასიოში გადაგირტყას ვიღაცას ხო ეგრევე ეთქვი კი. მე უნდა გაყიდო კაიფას ახალი უნდა გაყიდო. ქეში რო იქ რა შეცდომა დავუშვი და გაითვალისწინე. ხო, ეგრევე ვიყიდე 24-იან სპრინტერს და ცოტა გრძელს და მაგაში XXL-ს და და ეს დაუსრულებლად მიდის და გრძელდება და ერთობითა. ეს არ არის XXL-ი ხო XL-ი? XL-ია. XL-ი. XXL-ი ძალიან ტარაკია. XXL-ი მყავს მე ոնց XXL-ი უნდა იყოს 3 ტონა ნახევარზე ქვევით. რომ ბეთი და აიჩი გონია რომ მანქანების ბაზურ გავარ და აგას არ შეხედე ხა C კატეგორია მიწევს და ეს 150 დგევარ ხოლმე. მე სარეკლამოში დაბეჭდი. მახარ სანამ ერთ შენთვის ძალიან საინტერესო თემას შევეხებით რომელიც ჯერ არ იცი და ძალიან გაგიხარდება. მანამდე მინდა შალიკას YouTube არხზე 1-2 სიტყვა ვთქვათ რა. გეტყვით მაგას ცოტა ხანში შევეხებით მაგ თემას. შალიკას YouTube არხზე რომელზეც ძალიან საინტერესო ვიდეოები იდება მართლა ნახვებიც მაგაზე მეტყველებს და რაღაც ტურნირსაც გიგბავ ხო ცოტა ხანში სასიკვდილო რბოლა. სასიკვდილო რბოლა რომელიც ძალიან მოგვიყევი მაგაზე ორი სიტყვით. ანუ სასიკვდილო რბოლა იქნება ეგ 5 YouTuber-ი დაჭდება მანქანას და ერთი გამომწერი. ოღონდ 5 არა ერთ მანქანაში 5 მანქანა იქნება და 2 YouTuber-ი იქნება ერთ მანქანაში. და იქნებიან ყველაზე ტოპ YouTuber-ები რა. ხო და აქედან მინდა უთხრა საეჭოს რა. და ორი კაცი ჯდებით. თუმცა ეხა ხო გაუხარდა, მაგრამ მეორე თემა არის რომ შენ და აჩი უნდა ჩაიშდეთ რა და ორი რეისია და ერთში შენ ზიხარ საჭესთან და მეორეში აჩი. პროჭთან მომიჭირა. არა, სახელს შეესაბამება სასიკვდილო. მან მე მგონი კაკრას ვახარ ბაგრბოლაში. უხარია, ბიჭო. ანუ კომენტარების უმახარას ითხოვენ. ჩემი სკილები идеალურად გამოვიყენებ, ეს დაზღვევის გარეშე ხო ის არ ჯდება მანქანა. არა, ის მაგანა ვერ და ის კაკრას ეგარი უნდა დაიმტრე რა. ივენთი იქნება სადღაც ივნისის დასაწყისში. რა დაიმტრე ეს წამო. წესები მოვყვეთ ხო რა. ანუ წესები არის რომ ეს 6 მანქანა შედის ერთად. არა, იმას უნდა უჭრე.
და ერთმანეთმა დაამტვრიო რა, მთელი აზრი ეგ არის. სამართალი არ არის, უსამართლობა. მოგება როგორ ვლინდება? მოგება ვინც გადარჩება ეგ არის რა. და თან გაქვს მანქანაზე სუპერძალა. მაგალითად ტვისტედ მეტალია თუ რა ხდება? ტვისტედ მეტალია. ამას რაკეტის როლა და ეგეთ რაღაცები აიქნება, მაგრამ თემატური იქნება. ხა საეჭოს თემაში თემატური სუპერძალა იქნება რა. ბურგერს გაისვრის ალბათ. იმითი. ხალხ და სუპერძალას იყენებს გვერდზე ვინძის ის. ერთი საჭესთან ზის, მეორე ეს საჭესთან დაждდება რა სუპერძალა. ხატები და ჯვრები უნდა დავიდო, გადავრჩეთ. სუპერძალა აღარ დაგჭირდა. გინდა შეჩენა. ხო რაღაცა გალიწო მანქანა. არა. ისა შეკითხო მაქვს რა. მანქანა უნდა გაჩერდეს და წაგებული არის, ანუ იმდენად უნდა დაინტრეს, რომ ვეღარ მოძრაობდა ეს. არა, როგორ არის, იცი? გზა არის, ოღონდ დაბკოლბები აქვს ასე. და ეს 6 მანქანა ერთად დადის. ვინც პირველი დააფინიშებს, მაგრამ ამ გზაზე ხშირად ეკვეთებით ერთმანეთს. ხო, ანუ ბარიერები ისეთია, რომ ერთად მოძრაობთ რა სულ. მეორე ვინ არის იუთუბერი? მეორე? ხო. ნუ ხუთი უნდა იყოს. არა, ყველა ხო არ არის იუთუბერი. რამდენი 5 და რამდენი იუთუბერი? 5 მანქანა, 5 თითო მანქანაზის 2 იუთუბერი. ანუ თქვენ ამ შემთხვევაში ოკეი. კიდე ვინ არიან? კიდე ვიცით? ანუ ვიცით, მაგრამ ესაც არ უნდა მეთქვა პირველ ვიდეოში, უნდა მეთქვა და ეხლა თქვი. კაი. ანუ ტოპ იუთუბერები არიან და მე არ ვარ, ოკეი. არა, შენ მანქანი ასაკები. ეხა არა, კალა მანქანასთან იმდენად. ხუთი ტოპ იუთუბერია. არევასება იმდენად. მოიცა, ეხა არა, კალა იქნება ივენზე უეჭველი რა. და მაგ ივენზე მე ვიქნები დროშას დავიქნა ეს გამოვალ და თხა და კალარო იყვნენ. 6 მანქანა ხო შევა ეს რბოლა ხო ეს თავის დაიწყება. მანქანით წამოვალა. შერიფი იქნება ჰალკი რა. წესებს ის განაგებს და წესები რა არის? დალეწვა ხო შეგიძლია? წესები მაინც რა ვიღაცა მანქანა რო გადმოვიდეს. თვით თავის წესები აქვს რა. სუსტი ჰალკია. უსამართლო კაცი რო აირჩია. კიდე არის ერთი დამატებითი აქ ვიტყვი რა მაგას. ავღანას ვიდეო ხო ნახე ხოლოს. ავღანას უწყობს ეცერო დიდ მანქანას ბრონებში და ავღანას თემა იქნება რომ მონაწილე არ არის, მაგრამ შემოდის და ყველა სამტრევს რა. მაგასაც უნდა გადაურჩი. რა ხდება? ამ თემაში მაგარი იმეთი რეგლამენტი არის რაღაცა მინიმალურად. რო ანუ არა. ვინც იჭდება? არა, ნუ ეხა მონაწილეს არაფერი არ მოუვა რა. მაგრამ თლიანად პრიზები იქნება. ეს ჯართი მანქანა უნდა წაიღო. ამ თლიანობაში იქნება ღამე იქნება, ღამის ივენთი იქნება განათებებით რუსთავში პადოქს. და ივენთი იქნება ჭამასმა, გამოფენა, დრიფტიც იქნება. ოღონდ ისეთი უფრო გართობა რა. 6 საათზე დაიწყება, სადაც 12 საათზე მორჩება რა. კომპანიაზე შეუძლია რომ შემოვიდნენ? კი, ყოველისა შეუნე შემოვიდნენ. მე წარმოგიდგენია მანქანის ნაწილები რო ცვივა, მანქანა რო გადმოდიღათ თავი კრეფ მაგას რო წაიღო. ანუ პისტოპიც გექნება თან თქვენი მექანიკური გუნდი გეყოლებათ რამე რო თუ დაგიშავდათ მან. ძალიან დიდ მასშტაბური ვიდეოა ეგ. მოშნი რა. ძალიან ძვირი არ ჯდება. ჩემი პისტოპი. ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ ხა ჩვენ აღზე ვინც არის ჩვენი პარტნიორები თავიდან ბოლომდე მე შენი პისტოპი არ მინდა, ხალხი. ჩემით წამოვა. ცუდი ხელოსნოს გამი. ხო. წამოდი. თუ გინდა შენი მანქანაა. ვერ ვედობი ხა, მე შენ საქმეები რავი. რა მანქანებით ხდება ეს? რამაზა პისტოპი. ანუ ჩამოწერილი მანქანებია. ჩამოწერილი მანქანები ვიყიდეთ და მაგებს ვაკეთებთ რაღაცა ძალებს უკეთებთ. რამე გაქვს იდეა სუპერძალა საერთოდ. სუპერძალა? რა, შაურმას უნდა ისტოდეს ეს გაფუჭებულს ანაღას. რაზე რავი. ეგ მოსაფიქრებელია ხო სუპერძალები? ხო, ეგ მოსაფიქრებელია. ანუ შუბი და რკინა არ შეიძლება. ანუ ტიპი არ უნდა დაბრიდო ხო. ანუ შემთხვევით ისე რაც გინდა თუ ზეთი გადა. მახარა შეეძლოს გინება. დიდი დინამიკები. კნოპკი და მე არ შეეძლოს. კნოპკას უნდა შეეძლოს. თქვი შეჭა. მოკლედ გამოვიწეროთ არხი ირაკლი შალიკაშვილი. ეხლა გადავიდეთ ესეთ თემაზე რა. თუ შეგიძლია კალას კითხო რა ჭირს სახეზე მარჯვენა მარცხენა უფრო. არაფერი აღარ მჭირს. ლოყაზე. შეახედე და ვერ მივხვდი რა. რა მოხდა შეჭა? რა სერიოზულად. არაფერი. აღარ მოგწერე შეჭა, მართლა გეუბნები. მივარტყი თავი რაღაცას შეჭა. და აღარ მოგწერე რომ ეს კი ხა აღარ კიდე ტვინის არაფერი შეჭენა. თავი მივარტყი რაღაცა. რას მიატყი შენ თავი ყველაფერს მიატყი. ბუჭო ეს სიმაღლე რომ აქვს ხო იცი რაღაც ბაზი ეს. მოვიდა შეჭა. ხო. არაფერი შეჭენა ანუ მაგ. სანამ მაჩი დაამახინჯა შენ თორემ. არა, აჭი, კარგად ყვება ხოლმე ხა. დამახინჯება ჩვენი ისა. არაფერი პატარა ხიპიში იყო და ოქტოპუსები შეიკრიბდნენ ერთ-ერთ ბარში. არ დავასახელებ ბარს, მაგრამ კალა და რამდენიმე ოქტოპუსელი კიდე გამოვიდა ესეთი გალამაზებული ცემ ეს შეჭა.
გუში ხაიცი აჩი მეუნება მაგარი ამბავი მაქვს მეთქი ახლა და კალა ნაცემია და מחარამ არ იცის და მეთქი არა არ უცემი მაგრამ მომხვდა ერთ ხوارა 12 წელს ბავშვი ხარ როგორ გწემეს შეჩემ კაი მომხვდა ერთი ძალიან არა ძემ კიდია ვის რა მოხვდა 6 წითლე შეჩემ მე რაღაცას გადაობდი არა იგეროფიზდეს არა გაგამყელეს არის რა პიზდე ეგეთი ნაცემი რამე პოლიტიკური განცხადება გააკეთე შეჩემა თუ რა არა გვერდში დაუდექი მეგობარს ვინ ვის მოუ არ არის შენი საქმე გუნდიშამ გაუყ რა არ არის შენი საქმე აბა ბიჭო ვიღაცებს რო გონდეს იუთუბერები გამოდივართ აქ ლაპარაკობს და მე გონიათო თავზე გადაგიჯვამონ ეგრე არ არის ძმაო რა მოიცა რა მოხდა მოყევი ამოჭევი არა მე მოგიყვები შეჩემა არაფერი რა ჭუბი იყო ჩაოლებრივი რა გავიქნიეთ რა ჭუბი შეჩემა გავიქნიეთ გამოგვიქნიეთ სკოლის მოსწავლე ხარ ნუ რაღა თრალი ხალხი ხო მიგეცა თანხა და გაჩერდებოდნენ შეგამოყებულ შენ ეგრე აგვარებ აუ მეგრო ხედავ ვიღაცა ნიეცი 200-300 დოლარი და წავა ხელზე კოცნი წავა შეჩემა ხო დიდრები ეგრე აგვარებთ მაგრამ ჩვენ ბიჭო სხვა ხალხი ვართ რა სხვა გამო გაწიწებული ნაცემი იყავი რა სხვა არ გერჩივ ნაშიმა 200 დოლარი მიგეცა ჩიმ რა ბიჭო რა გინდა შეჩემა და იჩხუბა და თემეს აი 200,000 გამომწერი ყავს და იჩხუბა და კაცი ვერ მოძებნა რომ ვერ ეცემა შეჩემა ნაცემს გავარ შეჩემა მე ვინ ფოტოში ეხა რომ გავიწე ნაცემი ხა იყავი შეჩემა რა დაგაბეს შეჩემა ლასოთი და მიგათრევდნენ თუ რა გაგიკეთეს ეგეთი არაფერი ჭუბი იყო და ანუ ჭუბში არ მოხვედრია შეჩემა არა ნახო ხიალები იყავი შეჩემა მოხვედრილი სპარი არა მორტყმული მაქვს ერთხელ გემრიელად რა შკურკიანი ხელებით გირწყავდა შეჩემა გამიკვირდა მე სხვანაირად გამიწითელასავით და რატო გამიწითელდა იმენა ფუფუა გეტკინა არა ანუ გიჩნეს და მე იჩხუბეთ თუ ჭუბი იყო უკვე მე რომ ანუ უკვე გამოწევა იყო რომ მივედი და აშოშმინებდი არა არ ვაშოშმინებდი დავაწეპე ვიღაცას ორი დღეა ჭუბიზე სწავლა დაიწყო შეჩემა იმას უთხარით ბიჭო ან მიხედე ან ჯერ ნუ უშვებ რო ასწავლი მე გაუ ზოროში ეგრეა ჯერ ასწავლის და მე გაუშვებ ანუ ეხა მივხვდი აჩი გუნდიშა რატო იყო ტრამვირებული გუნდიშასაც მოხვდა მინდა გითხრა ხო და მე რაღაცა ფეხბურთი ვიფიქრე გუნდი დაუმეტე აიმე შემი დედა ყველაზე მაგარი გითხრა აუ ფეხში ჩავა სოტრე ქვემოთ იყო ბარში სვამდა შეჩემა ვერ გაიგო შეერაფერი აუ მთელი ოკობუსი გა ვინც უბრახუნე სწავლობს მართლა შენიანი ვარ ვე შენ ხო და აი מחარა ეს აი ბიჭო ან წამოდი ხოლმე რაღაცა გვერდში დაგვიდექი ვერ გავიგე სიხარი მანქანებს უჩხიკინებ მაგიზედავა და იქნება როგორ გვიჭირს თო ბიჭებს ფაქტია რომ უჭირთან ჯვარი გეწეროთ რომ მე სადმე ჩხუბში მოხვდე რა ხო იმიტომ კი არა შეიძლება მაგრა ვიჩხუბო შეჩემა გულში ჩადება იცი აი ხო მე ჩემი ცხოვრება უნდა შეიცვალოს და გიდია აი ერთწამი რაღაცები ამოიჭრა ხო რაღაცები ამოიჭრა და ჯობია ვთქვათ რომ მოგვარდა ყველაფერი მოგვარდა შეგრებული ბიჭები აღმოჩნდა ნუ არა ბიჭო წენა გაივლის კალა გულში არაფერი ჩაიდო აქ რაღაცა გაქვს წიწვა ჩემთვის ეგ ბარიდა შეიძლება ხედი თუ ეს დუგ ამოგიყვანეს იმიტომ რომ კიბე გქონდა ნარტყი ეხ მეთქი מחარა რომ გაიგებს და დაიწყებს ესენი და ჯერით ლოთიცემეს მე ეს იმას მიაყოლებს უკვე ვიცოდი რა კონცერტიც იქნება არის ცოტნე რომ შეიერებს და არა ვერ გაიგო ეგრე მეც ეგრე მას ერთხელ ჩემ თანამშრომლები ჩხუბობენ მაგარი ჩხუბი იყო თაღალაურაში დედი აი 200 კაცის ჩხუბი და მე ვიჯექი და ხას ვჭამდი ოღონდ ეს მაგიდები ისე დღესო წინ ხო მინდორი იქ ჩხუბობდნენ შეჩემა დანების ხელ და აი ძალიან მშვიდად გამთენია იყო ეს ნივრიან ხას ხრუბა არა მქონი ეგეთ ერთგვარებს ახლა როგორ გითხარ არა მეთქი თაც ისე მიცხოვრია ხო მინუსი არ მაქვს თქო არა ანუ შეიძლება מחარაც ცოტნე ყოფილიყო მაგ ღამეს არა შეჩემა არა შეიძლება ვერ გაიგო ხა თორე ჩხუბი არის ძალიან ცუდი გიორგი ხა არ მინდა რომ იმას შვები მაგრამ ძალიან ცუდია მაგრამ ჩხუბამდე ეს кайცვა ეს პადელის მოთამაშეები დასაშევი ვიცოდი პადელის თემა რო იქნება ბიჭო არა მე ბაზარი არა რაღაც დრიფტერი იუთუბერი რაღაცა და ბრო ღამე პადელს თამაშობენ ბიჭები
რა ფენომენია შეიძლება რა სოფლიოში რაღაც ხმები დაირხა რომ ეს პადელი რაღაც მასონების მოგონილია და ცვლისო ადამიანს იმან მიწერა ჩემს მას გუშინ ხო იცი? რა არჩეო ის ვიღაც ვეთამაშებდა და სუსტი მეტოქე მინდოდა რომ წამომყვეო. დაჟე ეგრე. მეტოქე არა პარტნიორი. მეწყვილე მჭირდებაო ისეთიო რა აზე რო არ არის შენ წამოყვიდე. ოპა, დაიჯება აჩი მაგის გამო. არა, სუსტი ყავდა. არა გუშინ ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა და წააგო პირველად აჩი, ასე რომ იცი? არა უშ არ ეცალა ბარჯა წამოუყვა შეჭება და იქნებოდა ტაფასაო. ხო იცი ისტორიული ფაქტია მე იქამდე ვიცი რომ გამოისვეს იმ დღეს. პადელში? ხო. ჩოგბურჩ ხო პახმელიაზე ყოფა მოუგო ვიღაცა. ან ჩოგბურთს რო ვერ თამაშობენ აპატარავებ ჩოგანს და პადელზე გადადი. ეგრე სუსტი რომ ამბობ მეც მე კვარა მყავს. და კვარა როგორ არის, იცი? შუა თამაშის დროს შეიძლება უსვათ რაღაცის ყურება დაიწყო და მე აჩი სიცილს იწყებს და ესენი მომში თამაშნა გადიან და მე და თამაშობ. ბიჭო რა არიან პადელში? მაგარი გასართობი არის. ბიჭო ერთხელ რო შეყოფ მე მარტივია. პადელის თემა ვიცოდი იქნებოდა მე ფიკალას თანად გომახვარ გავჭი და ვილვეტის მიშარვით ხوار მივიდე თქო ეგაც ვიფიქრე იმასაც ეგეთია მაგდენი ვერავიღე მოდა მე შემოვიტანე დავაბრუნე ვილვეტი შარვა გასლაპარა აი რაღაც ხვალ მივდივარ გასაზმანად מחარო ყვები არის ხვალ მივდივარ მოსაწესრიგებლად როგორ გამოყვე დედუ ეხ ვერ გამოყვე მე ნორმალ არა შენ მინდა რომ მანქანა მომიყვანო ხვალ ან გასაღები რომ დატოვო ტილოს ქვეშ მომისმინე როგორ ის მანქანა მე ისე უნდა წავიყვანო გადასაღებად რომ მყავს იმიტომ დასასრულებელია შეჭება რა აბა ხა პალირუკა ეგრევე შეღებილზე როგორ გაუკეთო შეჭება რომ უნდა ცოტა რა აიზილება ეს მაგარი ჯიგარო არ მითხარი ორ კვირაში იქნებო ჰა გაცადა ერთი კვირა ზემოდან უწევს გამბაჟება უკვე გაძვირდა გაიქცაო გამბაჟებაც გამიძვირდა გამაჟება გაძვირდა ლაპა მოიზე არაფერი მითხარი ორჯერ გაძვირდა 1200 ლარი შედებოდა და მე გავაბაჟდა ფულსმაზე და არა მეთქი მე რო ვქნა მეორე დღეს 2200 გახდა მახა რაც იქ ვერ ვიჩხუბე ეხა მალე დამთავრდა აი თუ მინდა ეგრეა მეც მაგ ეგ გამოსწრება აიზილება შეჩემა რა ერთი ორი კვირა უნდა გაშრობას ეხა არ ჩანდა ჩელების ყუთში იყო გაყრილი წარმოიდგინე ამდენ კაბელი გაყრილი რაღაცა შევცვალე რაღაც ის ლაბაوي ჩალეწილი იყო რაღაცა პლასმასები არ ექნება ნენელა შეყავს ნახე რა ვთქვი ესე ბალკიდან რომ ჩამოდის აქ კაპოტთან პატარა პლასმასი ეგ არ იქნება გადაიღე იქითა არის შეჭმა იქითა კუთხიდან გადაიღე მე უნდა წავიყვანო 2 დღე რომ პალი რო გააკეთონ და ეგ არაფერი ისეთი შეჭმა რა დადის არა ჩვეულებრივად არის პროსტა აი უცოფოწო დეტალები რომელიც ეხლა რომ დავასწრაფო გამოვა და პალი რო რა თუნდა პალი როკას რაზე უკეთებ თლიანად აპოლირე მანქანაზე რომ პრიალებდის და ლამაზად და კოხტად იყო ლამაზად და კოხტად მე არ ვარ მანქანა რაც მინდა ეგეთი ხო უნდა გაიპარსო შეჩემ დამიჯერე ეხა რა რამდენი ხნის პესნი არის ეხა ეგ ეგა არა ეს მანქანა იქნება კაცო ხვალ ჩვეულებრივად ბავში პალი როკა არის ხოლმე ხელოსნები თემასო წელავენ რა რომ გაშრობა უნდა და აი ხა ვიბრახუნებენ მანქანა სად არისო სად არის მანქანაჩი გადაცემას ავწერ ხო წავიყვანო ჩემი ანუ რა უნდა წაიყვანო ბიჭო შუშა იცოლებაო აჰა ზო დანარჩენი ხო ხოძეა შენ რა ყველაფერი შეცვლილი იყო ამ ამერიკელებმა ყველაფერი შეცვალეს სპიკერზე ჩართე რომ არა ხო და ის წარა რამეს ხوار ეჭობს ეგა შო ანუ დღეს იქნება ხო ხვალ გადაღება აქ ხვალ იქნება აი შვილები ყო რა ხვალ იქნება დღეს წავიყვანო ბიჭო მართლა გეუბნები რა ბაბა რა გინდა იმებს მე მოვიხარ უნდა გადაიყო წინანაწილი აწყრო წაიყო და გადაიყო ეს დედა ნული მანქანა მე მოვიყვან და მე დავამთავროთ ბიჭო ის პატარა გვერდზე პლასმასზე ამას კიდე გადაღებაში არ გამოჩნდება და შენ ვიცი რომ კარგ გააკეთებ მაგრამ ეს პლასმასი ეზე მოიბი იქით ამ ხრიდან გადაიღებენ არ ნერვიულობ აი მოიცა ეგ თავიდან თქვი ყველაფერი კარგად არის ხუთიანზეა კალახა აჰა ეგ ვერა რო იტალია დაუვა ბიჭო კაი ძალიან დაზაპირებულ ტექსტს გავდა რაღაც კი გიორგიმ ყველაფერი კარგად არის პრობლემები გამოჩნდა ეხა შენა კარგა რა
პრობლემი გამოჩნდა? არა, ისე მითხარი რა, ორ კვირაში მაქსიმუმ მოდა. არა, ეს უთი ხა. ეგ ითხარი მანქანა რა ეწოს. ორი კვირა მაქსიმუმ ეგ ვიძახი ხოლმე, იმიტომ რომ ეგრე ჩანს და მე რო აგვიანებ ყიდვას რაღაცეებს იმას მე ხო მკითხე 4 შაბათისთვის მეთქი მანქანა ხო იქნება. ჯერ გუშინ მოგწერე და გუშინ 4 შაბათისთვის ხვალ არი 4 შაბათი. ხო და ნახე გუშინ მოგწერე ხვალ დილით იქნებაო მითხარი. და დღეს 3 შაბათი ხო არის? საშრობიდან არ გამოვიყვანეთ, რომ წვიმდა და ყალეობა არ გავხდა. ხო. არა, არა. სულ რამდენი ხანი კეთდება? ეს ტიკვირა ალბათ. აი ტიკვირა 4 გადაცემა მაგაკეთე. გადაცემ გადავიდეს ნელა უკან გინდა როდის ჩამოვიდეთ თბილისში როდის ჩამოვიდეთ. არა მეტი არის 4 როდის დაიწყეთ კეთებ შე გუშინ დაიწყეთ ხო მე რა ვიცი მაგრამ კაი ხანია მანქანა აქ არის. მაქსიმუმ 3 კვირა აკეთებ. ხო და ესე იგი მომიყვან და უკანაც აიყვანო მე. მანქანა არ უყავს შეჩემა. გავიგე. ტაქსით მოვიდი თუ ამაგვიანდა. ცუდია. 3 კვირა ადეკვატური დრო. ბიჭო, თან ეს არის არაადეკვატური თვითონ. მე რა დროც უთხარი, ეხლა იქ ლაბავი ვაფშე არ ჩანდა, რო ჩამოვიდა, ეხლა არ ვეტყოდი. ლაბავი როგორ არ ჩანს? დაბლა იყო ბიჭო. კაპოტის ეთყობა ეს კაპოტი რო ახადეს. ახადეს იყო. ჩარჭ, ოღონ დაბლა ჩარჭ და სამოგუნული დარჩა. ეგ იყო ის სამქენი. აი თუ მინდა უნდა დააცადო ეგრეა, ხო იცი? არა, ხო, ბრო, დავაცადე რა, ისეც არ იყო. ჟესტს ეხლა ყოველდღე ვამოწმევდი, რა რომ შპაკლით არ გადაესოთ, კაი, ხო იციან ხო, უცეს შპაკლი შეგიღება ნოსო მოვსი და ყოველდღე მიდიოდი არ ჯერ არაფერი წაუსვა მანახე რა. და 2 დღე გინდა მე რო წაიყვანო? მე 2 დღე ხო რა, 2-3. არა, ყალი რო გადარჩება და ისა რა. 4 შაბათს მომიყვან, გადავიღებ და წაიყვან უკან? არა, იარე თუ გინდა 1-2 დღე რომ შეეჩვიო. ხო. და მე? ზუსტი დრო მეწოდინება, ყალი რო კაზე რო არ იდგეს და მივიყვან და всё. 2 დღე. ხომ რაზვალი რაღაცები ხო გასწორებული? გასწორდა, ყველაფერი გასწორებულია. მარტო პალიროვკა დარჩა? პალიროვკა რა თქმა უნდა 2 დღე შეჩემა. არა, დრო უნდა რომ გაშვეს. ბიჭო, ახე ეგ სუშილ კიდე რომ გამომეგდო. მინდი იყო იქ თან გარეთა საგიჟეთი ხდება მანქანები რაღაცე. მიარტყა, ჩამოვარდა, მიიწება, მოიწება. კაი, მოდი ეს შევთანხმდეთ. ეს კვირა მომეცი ეგ მანქანა. აი ეს ყირია შეჭა გეუბნები, მაგრამ იქით კვირაში პოლირება გავაკეთოთ. გავიგე. ან პროსტა 4 შაბათს მომიყვანო. ვიპოზიორო ეს პაკლისკაზე ხელშანო უკან მიხავს ანუ. გაისწორე. ძალიან ძიმი არის რა, ანუ არ არის ხა. შენ მახარ 3 მანქანა ყავს 4 მოტო და 5 მოპედი და ისა რაღაცა და ჩემთვის ეხა უმანქანო კაცი ვარ რა და როგორ ვერ გავუმარ. მე არ ვიცოდი 3 ტონა და 800 ნაკლები რომ უნდა მეყიდა რა. ხო, ეგ აი მარშრუტკა ვიყიდე რომ C კატეგორია უნდა რა. ეხა ეს VIP მარშრუტკა რო ავაწყეთ, ეგაც პირველი ეგ თქვი რომ მეთქი 3 ტონა ნაკლები ნაკლები. იმდენი მაინც ვერ მძიმდება რა. თან ხო იცი თუ გახვალ საზღვარგარეთ მე ხო იმაში გადის, ანუ ჩვეულებრივ მანქანაში არ გადის. და შეიძლება სხვა გზაზე, სხვა იმაზე შეგიშვა. და დაუბრუნდით ეთერში მეგობრებო, აქ იყო შავი საუბრები. მაგრამ აღარ გააგზელო ეხლა. აუ ფასი დააკდა, წინაზე რამდენი რა თქვა 80,000 იყისო, ხო? ეგრევე ერთი 20,000 დააკდა ეგრევე. მართლა? ფლობის მარტო 40,000. დონოთ მოგუციეთ მე ვიყიდე $800 ისინი პანელები ინვენტორი ვიყიდე $200 და რა ვიცი დენი ბაქი ბუქა სულთან რა ეგ უკვე ისა აკუმულატორებს ამდენიც გინდა იმდენი გაქვს ამდენ დააგროვებ ეს ლითიუმი გაქვს ლითიუმი გაქვს 2-5 კილოვატიანი გაქვს ინვერტერი ისეთი გაქვს რომ 80 ამპერამდე უძლებს ანუ ნებისმიერ დიდი მეგობრებო თქვენი ეს ტექნიკური საუბარი და აყურებლების 80% არ ესმის ხო ეს ისა ანუ ხო არტურ შერიფის ის დავიხურო რომ მომისმინდა ნორმალურად თუ როგორ არის არა პროსტა ის არის ой, ისა მაგ თემას უნდა შევეხოთ უეჯვალი რა, מחარას სერიალი არის ფაქტიურად მე ეგრე უყურებ, სერიალი მიდის სტრიმებად, ველოდას ხალხი ეს დაждდებიან ცხენს და ერთმანეთს როგორ ესაუბრები და თქვენ მიმძანდებით ბატონო არტურ და ესეც მე აი როლშირვა შესული რა არის ვერ გავიგე ბიჭო აი როგორ ებძვის რა ყალეა რა არა კონტენტად კაი კონტენტად კაია მართლა დაიწყე მეთქი ბიჭო ნუ იცი ეს არ მიყვარს ანუ არ მიყვარს ეხლა მაყურებელს რა უთხრათ ვინც არ უყურებს კონტექსტს ვეტყვი რომ სერიალი რაზე არის ხო არის უნიათო რევოლუციონერზე რომელიც ცდილობს რომ სამჯერ მოკლეს 4ჯერ ჩამოაღწიოს მაგრამ ვერაფერს აი ვერ შვება ვისთანაც მიდის ყველა
ყველა ღალატობს რა და აი ეხა არის რაღაც გამოსწორებული. ისინი ერთობიან ამაზე, მაგრამ ვაკვირდები, მაგარს ეკაიფებიან. იქ ძალა არა, გეგამას $200 ვერ შვება, გიგენა? გინახარ შენ, ბიჭო, არტური ხარ, სადაური არტური ხარ, მიიჯი და უსამართლობაა, ეს არის უსამართლო. ნერვ მომექცა. აუ როგორ ეკაი არის, TikTok-ზე შემხვდა ამოჭრილი ისინი. ბიჭო, რანაირად მექცა და ვერაფერს ვერ შვები, ანუ აი ძალიან კაია. უმწეო მახერას ნახო თუ გინდა იქაც მდიდარი ვარ, გან არ ვარ პროსტა. თან ეუზრდელება და თან ძალიან ვერ ეუზრდელება რა. აი თან ტროტუარზე დგავარ თუ რაღაც. ბიჭო, რის გამო დამიჭირეს შეჩემ მართლა. აი მე თამაშს რო აგინე, ეგ უნახე თამაშს რო აგინე. აუ თამაშის თალკე დედა შიო და ნერვებზე ის არის აი ყველაზე მაქსიმუმ რაც თქვი მაგის გარდა რა ის არის უსამართლობა და ხალხს კანონიერად უმარტავდა რომ რაღაც მე-17 საუკუნეში არ შეიძლება მან ყოფილიყავი და თან ამას აკეთებ თან იცი ბანს გაარჭობენ ტრაქში ვერაფერს ვერ აკეთებს და აი კაი საყურებელია შენ ჭირვეულობ აა ბანს ეხა ბევრი გიყურებს სხვათა შორის განდეგი 300 რამდენი კაცი ყავდა ძალიან მაგარი და სპონსორი არ აყავს ნუ ბეცონის გარდა ხო იმიტომ რომ სპონსორი ჭირდება სტაბილურობა მეტი რაღაც სტაბილურობა არა ეხა 4 სტრიმი გააკეთე რომ დაანახებ ხალხს რომ შენ ნამდვილად რევოლუციონერი ხარ და გაატრიალებას მოაწყობ მე გაატრიალებას რომ მოაწყობ რა ხდება შენ ხდები სათავეში ექცე სათავეში და მე აჩიძახს რომ იქ იქნება საინტერესო რომ შენც იგივენაირად თუ დაიწყებ და მე უარესი ჩემი არის უარესი დიქტატორი იქნება აუ აი შენ არა უიჭე შენ რო ეგ ზემოთ მოექცე შენ არ მინდა მაყურებელმა რომ ნახოს ეგ ეს რო შერიფი იყოს და ამისნაირი გაიჭიტოს იქ აუ მეგობრებო გადაეყენე ცხენი ეგრე წყალს გაატანს შენ არ გიგიო რომ მარტო იulis სერვერზე ბიჭო იქ რაღაცა კოდუა საქო თავისი ოჯახი რა ფრენკი რა ავტომობილელი კოდუა როა თავისი ოჯახი ყავს იქ ფრენკი ბევრი ხალხია კალა ისეთი ვისაც წარმოიდგენდი ვერ გაიგო ანუ ესე იგი სახლში რომ მიდიხართ ეს სერიოზული ხალხი მე გადაიცნობთ ამ ყობოების კოსტუმებს და ვაუ მაგარი შენ ხარ თამაშობ არა მე ადრე თამაშობდი Lineage ძალიანად იმენით ოღონდ ქართული სერვერი არის სხვა ხო ეს იცი როგორ თემაა ეს გინახავს ამის სტრიმი კი ანუ იქ როლში უნდა იყო რა თორე არ შეიძლება რაღაც ისეთი რო თქვა რა კორონას დრო რო იყო მაშინ თამაშობდი GTA-ს რა ეს ქართული სერვერი იყო და GTA ძალიან უზრდელური არის რა იქ ახალი დროა და იმენა გინებებია ხო აქ არ შეგილია თანამედროვე ლექსიკით საუბარი ხა მაგრამ აქ აია რომ ანუ აი მე და იმიტომ ლაპარაკობ ხოლმე ცოტას შენ შეჭრა სამი სიტყვა იცი სულ ძველი არა მე შეიძლება ხოლმე მეც რა უცებ წამოსდება ხოლმე რომ მეწყვიან ჰა რაღაც მომენტში თქვენ מחარა ვარ მეთქი თუ რაღაც და სახელით თქმა არ შეიძლება ხო რა გორიდან ვარო ეგეც თქვი არ ხო და ეგ ბიჭო საიდან ხარ ის იმათ უთხარ კუბელებს მაგა იმეჯი კუბელებმა გიღალატეს ხო აბა ბიჭო რა პროჭობა გააკეთეს კი არ მიღალატეს თან მეუბნებოდი მოდი მახარო უნდა მოგცე თუ რაღაცები წერილს ესენი წერილს რო კითხულობდი და რომ მიდიო წავიდე თუ არ წავიდეო დირიჟაბლით კი აი წერილი საჰარავურთო მეფრევდი ნახე ეგ ის წერილი ქონდა იმას უკვე ხო შეიძლება გაუგზავნოს რომ ნახეო რა თამაში ხო ნაირად გაგიკეთა ეგეთი თო კუბელებმა თო შენ ფიდელ კასტრო ბიჭო სამსახური არის მან რამე სამსახური კი კაცო და მუშაობს ხო ის მჭრელი აბა ის არის და ნახე რასაც მე გიყურებთ არის დიალოგები ან სახალისოა მართლა რა ანუ კონტენტად გაისაყურებელია მაგრამ ანუ თამაშად რომ ან ესროდე ვიღაცას ან ნაკლებ ან ცხენით მიდიხარ ან ბუშჩიზი ხარ ანუ პროსტად გახარ არა გუშინ სანადიროთ ვიყავით სათევზაოდ ვიყავით ძროხებს მოვწელეთ ძალიან კაია სხვის რანჩოში შევიპარეთ და ძროხებს წველით ხო შენ ეს ვარ მოწველიდი შენ ოღონდ ეგ ყველაფერი ხო იცი ეხა დაიძმა კაცები ვიღაცები იქ ხო ვიღაცა ერთად ეხა ვეღარაფერი რა ეხა ვინ ჩარს გადავყარე ისინი წავიყვანე მთაში და სამნი ვარ და ერთი უხუცესი ყავს რომელიც გვიფრთხილდება რა მოვლელი ასწავლის რაღაცა ეხა ხარება და გოგიას რაზმი უნდა შეკრას თუ ამას დათვიყავს შეჩება და აჭმევს ხოლმე ეს ტიპი რა მოვა დააბავს და ამ დათვს მიუშვებს და აჭმევს მოიშინაურეს დათვირანაირად ო და მითხრა რომ ჩემ ძმასო დედალი დათვიყავსო და რომ ვიტყვენ ეს დათვი პატარა ბელს გაჩუქებ აუ ბელი რა შარშია ხო და ისა უნდა გავზარდო ეს ბელი
შენ ცირკი მოხოდე, ცირკი და კალა, როგორი რაღაცები ხდება, იცი, ვერც ერთი არა, აბსურდი, ხო, ვერც ერთი სცენარისტი ვერ მოიფიქრებდა და ვერ აბსურდი, დაწერდა. არა, გაისაყურებელია რაც მე ვაპირებ ის ბელი ჩავიყვან და სურათები გადავუხომე ქალაქში ვიღაცებს. ფულს გამოვარ. სურათები რა უნდა გადააღებინო. ამოვხატო რა. არა, მაგ თამაში ის არის. აპარატი არის, ოღონდისა. ძველებური ძველებური, ხო. ხო და. ან მოფერება რაღაცა. და არა აგრესიული დათვე მე იყმინება. მელოტი რატო იყავი თამაში? ფიჩ ანუ ეს ზამაგარი პერსონაჟი იყო, იმის ფოტო აღარა მაქვს, მაგრამ ძალიან მაგარი პერსონაჟი იყო. პროსტა სახელი გაუფრთხა, შევიცვალ და მაინც გამატუშინე. იმით დადიხარ, ხო ეხა რაღაცა ჩიხვის თმები ამოვიყვანე დალალები დავიყენე რაღაცე პარიკმახესთან ვიყავ. დალალები და გუში დამადგენ და ხმამე არა ვერ ვცხოვრე და აუ რა მაგარი სახელი არ გაწია. გარდასახვის უნარი როგორ უთხარი მაყარ ხმაზე უნდა იცნოს ან სახეზე რა და სახე შეცვლი ყო და ხმაც ისეთი პირადობა მაჩვენეო და მე კი ნახე პირადობა გავალ ცხენში დამჩა თქო და გამომყვეს მე გადამეგდო ეს პირადობა რა ცხენში მე ცხენში და ბრახ იმას ვიზავ თქო გადავაგდგებ ცხენში ტრაქში ქონდა შეტანილი თუ გზედ რამე ჩამოკიდებული თუ ხო და მე მოვთხოვდი ცხენში დამჩუნო მე თქო ცხენში უნდა ჩამედო და მე უნდა მეთქო არც აქარი დავკარგე თქო და რო წამაყირავდნენ ვეღარ ნახავდნენ რამდენჯერ უნდა ანუ მოღამა რამდენჯერ დაგიჭირდა მოკლან ეხა ვეღარ ჩავა შეჭა სახშობიდან ჩავამაგდეს ეხა პაბექში არის ეხა ჩავმახჩობენ რო ჩავიდე ქალაქში და რო დაწყო ვერ დავცხე რატო მარტო ვარ და რო დაწყო და მოკლა სიტყვაზე მოერიო მაგით სერვერიდან გაგაგდებენ დაგბანავენ ეგ რა წესია სიკვდილის შიში არა გაქვს ხალხი პოლიციელი დგას და ერთ წესვრი აუ აი სიკვდილის შიში არა გაქვს რას ქვია მართალი ეგრე უნდა იყოს თორე სურახარუხი იქნებოდა აი მე მაგასა აქვს მოღამი და არა იქ სხვა ინტრიგები ის იქნება არ გინახავს 10 კაცს რო დაეჯახავ აი მეც ხო არ უნდა იყოს და ციხეში ქსვავდეს მაგისთვის რა აბა მოიც მაშინ ანუ აულობა იქ ხანდახან ექშენზე უფრო საყურებელია აი ეს ნელი პროცესი ხომ არა ეს ნელი პროცესია სულ ექშენი არ არის ვაფშე იქნება მივა მაგ არა იყო როგორ და რატო ანუ მე რო დაწყებს ვიღაცას მოვიდეს და მოთხოვოს სიკვდილის შიში არ ქონდაო თავის წესი აქვს ის რო გამოვა ქალაქიდან შეგიძლია ჩაუსაფრდი და თუ გინდა კაბა ჩააცვი თუ მინდა თან როგორ არის იცი თურმე რო ეტყვი უნდა ჩაიცვას თუ არ ჩაიცვას ეგ სიკვდილის შიში არა აქვს და შერიფი და ვიღაცა და ეს კაბა ჩაცული მიყავს ქალაქში მე ცხენზე დასმულს მიატასავთ მეგობრებო ვინც მაგ თამაშს თამაშობთ მოგმართავთ ყველას ეს კაი კონტენტს აკეთებს თქვენ რა შვებით ანუ რა ესე მოდიხართ სახლში რა ანუ განტვირთვა არის ერთგვარი რომ აი შედიხარ სხვა ადამიანი ხარ სტრიმერს კი ცალკე მოგამისა იმათ ხო იცი რომ სტრიმზე არიან სტრიმზე რაღაც ხო შოუზინს შევატყერო ცოტა შოუსკენ მიყავთ იმათ ხო აი გუშინ შოუსკერო წაიყვანა ის ორი ტიპი გაისკვანჯა და სამის აჭამა თორე ეს ტიპი ვისთანაც ვარ განდეგილია და იმათ რომ იცნეს სტრიმის გამოყებული ინფორმაცია არ შეგიძლია და ეუბნებოდნენ რომ შენო გიცნობთო ესე უნდა ყველამ გიღალა და ანუ ვაფშე შეჭ ნუ ეს ქუთაისელზე რომ მეუბნებოდნენ ხო იცი გიღალატებს ძმაო გააქანა და ჩამოხსობის დროს შერიფს შიქშუბში გაარტყა აი ქუთაისელი ტეხასში ხო და არა ხალხი ეგრეიცნობდა რა ქუთაისელი და რა ხარ შეიძლება 10 დღე გაარჭეს ბანი შერიფი მიდგა გვერდზე მახსოვდა და შიქ შერიფს აუ რა ჰაიპი დაიჭირა ზატო რა დროს ეს შერიფი ფეხს ურტყავდა შორჩა ნანახი მაქვს ეგ ნახე TikTok-ზე შემხვდა რა და მეც ის დამჭრა მოკლას არ ეძახიან დაჭრას ეძახიან რომ მე იმიტომ ცოცხლდებ ხო და რომ დამჭრეს ჩამოხსეს და რაღაც მაგ დროს გამოვძვერი რა მეგობარი რო გიღალატებს ისე როგორი მუხთალია რა ბიჭო მეგობარს სხვა არის ხო მეგობარი ეგ არა ისინი იყვნენ ახალი პარტია იმათ ამში მივიდი ამერიკის ძმაკაცები იყვნენ მეთქი დღეს უნდა გადავაგდოთ ამერიკას ხო და ცუდად გიძე მოხვედიო მახა შევასწავლე კაცურად გელაპარაკები მეთქი ბიჭო ხო ხვდები ეს საუბარი აუ რასასაცილო ხარ ჩემი ბიჭო მეორე ცხოვრება გაიჩნდა თან რაღაცებში ვერ ერკვება იქ და მაგარ ყებს აკეთებს და იქნება და მაგრამ წავ მე გირას მამა ბიჭო კაცრობა წამოდი მე ვიყავ იმას ჩამაბარა შეჭმა ვის მახსოვდა არა კანონები და რაღაცები რო არიცი და იქნებ რაღაცას გეუბნები და შენ რომ მომეჩათქი მაგაზე ქვია მე აჯა აი დაახლოებით როგორი ის არის აი ბიჭო აი ეგ კაი საყურებელია შენი გარდასახვა რომ აი დამპალოზე იქით რო ვერ მიდიხარ ოჯახი ვერ იტყვი უცებ რა თავიდან იყო ეგ რამდენი კაცი ხართ
ბიჭო, და 120 არის ონლაინში სულ და ალბათ გაზრდია რა. ოღონდ რიგში დგომა არის რა, სერვერზე რიგში დგეხარ. ეხლა რაბანაც რო შეემატა ერთ-ერთ პერსონაჟად, ეგეც რა ტიტული მყავს, არ გამიცივდეს დღეს მოუყიდო რაღაცეები. თვილი ტანსაცმელი ბიჭო, უნდა ჩავიყვანო. უნდა მომუშავდეს ვანადირო. ძალიან არ შეგითხრიოს პროსტა. მე შებეს დაკარგო. აქაური. მე ეს დილობიან ლაპარაკო დაიწყო. აქ ახარ უკვე. დაიკარგე. აქ არ მოხვიდე და არ დამიწყო. გეთაყვა და რაღაცები არ მითხრა, თორე გავგიჟდები. მე ლაინეჯი კიდე არის. და არ მინდა რომ ჩავკეცავ, ვიღარც ამოვკეცავ მე და აუ მეც ეგრე ვიყა ერთ წელი დავკარგე ლაინეჯზე ბავშვობაში. დაკარგე, სხვა შეს მილაპარაკია ვიღაცებთან და უთქვამთ რომ ჩემთვისო ეგ წელიო, რაც მითამაშიაო რა, ანუ ძალიან ღირებულიაო რა. არა, დაკარგული ეხლა გადასახადი დაკარგული არის, მაგრამ იმ პერიოდში ასწორეს მე ანუ მაგი ცხოვრობდი რა, ვაფშე რეალური ცხოვრება მაგა. რატო არა დაკარგული? მე არ მგონია არ დაკარგული. ბიჭო ძალიან შიგნით ხარ რა. გავიგე ანუ ხო გამოდიხარ იქიდან. იმ პერიოდში ასწორებს, მაგრამ ეხლა თამაშო დაამთავრებ და გამოვხვალ დაკარგულია რა. ის ხო აღარ გძელდება. ხო, მაგრამ მაშინ დაკარგულია წასვლა სადღაც მეგობრებთან ერთად იმაში, მთაშიც, ერთი კვირით. კომპიუტერთან ზე. რატო არ არის დაკარგული ეგ? ან შენ თუ კარგად ატარებ დროს რაღაც პერიოდში, ის დაკარგული რატოა? ანუ არ ჩემეზეთ არ არის. ხომ რეალურ დროს ხომ მოაკლე ეგ დრო და მე რა ნახე შენ ხარ მაინც. ანუ ამნიშნულო შენ ერთობი კარგი მე ონლაინში ხარ ჩემს მაკაცებთან ერთად მითამაშია რა. აი Valorant-ს თამაშობდით ხოლმე რაღაც და ანუ რა მნიშვნელობა ხა კი ესე რომ შედვართ ერთად და რაღაცა მუღამი აქვს მაგასაც, მაგრამ იქაც რო ვართ იმდანად ბევრი მოგონება მოქვს მე აი ონლაინში თამაშისას რა. რომ გონია რომ ეგეც გინდა სამ თაში წავსვლათ ზღვაზე ან სამოგზაუროდ და გინდა შევსვლათ ეგეც მოგონებაა ჩემთვის. შესაბამისად თუ შენ კარგად ატარებ დროს რაღაცაში კომპიუტერს თამაშობ მაშინ მე იმას ვამბობ რომ ერთი წელი დილით საღამოდე ჯეკი და ვთამაშობდი. მაგაში გეთანხმ. მაგაში გეთანხმ ზომიერება ყო. თორე გასართობად ხო რითი გაერთობი რა მნიშვნელობა. მირეკავს რა უნდა. სულ წევა. არა, ტელეფონი გადა. ის ბოლოხმაზე ლაპარაკობდა ბიჭო. YouTube-ზე უყურებ რამე კონტენტს ან YouTube-ზე უყურებ? კი, ბევრ რამეს უყურებ. ნუ პოდკასტს უყურებ. რაღაცა პოდკასტებს უყურებ, აი ეხა იმდენი პოდკასტი რა, მე მგონი 100-ზე მეტი პოდკასტი არის, ხო? 100? ანუ პოდკასტები 100 ამ კვირაში დაიხურებოდა. ხო, აი ყველას ფიზიკურად ვერ უყურებ. კაი სტუმარი თუ არის ხოლმე, სხვა პოდკასტებსაც უყურებ რა. პოდკასტის მაყურებელი ვარ. ისე ხა ავტო თემაში დრიფტის თემას თუ ვინმე დადებს უყურებ და ისე ნაკლებად რა. ავტო თემა ძალიან შენია ხო. ხო, მაგრამ აი რაღაცები რასაც უყურებ. ახლა აი გუში მე დაჩი ლაპარაკობთ ამ თემაზე, რომ ახალი იუთუბერებს მეც ვინმე რო შემოდის ხოლმე, ის უფრო მაინტერესებს რა, იმის ხედვა რაღაცა როგორ უყურებს. ხო, აი როგორც აი საეჭო გეიმსი ახალი იუთუბერია და სულ ახლებურად დავინახეთ ჩვენ מחარა. საეჭო. შენი Warzone არავის არ აინტერესებდა, ხედავ? Warzone-ს გავსტრიმო. ეხლა RPG-ს მითრევენ GTA-ზე რა, და აი ვფიქრობ რა. GTA რამდენად? GTA ხო გამოდის ახლა ახლა. შეიძლება უფრო ყურებადი იყოს დაჟე. GTA? ხო, მე. ახალ დროში აგრესია უფრო ის იქნება? ხო, ანუ კაცმა არის, ანუ ზოგადად Red Dead-ის ონლაინს არ თამაშობს ბევრი ხალხი. GTA Online-ი ბევრად პოპულარული თამაშია ვიდრე ის და მაგიტო გეუბნები. ბიჭო, აქ სხვა თემაა, ნახე, מחარა გეტყვი. რა ეს რატო არის უფრო ყურებადი, რატო ყველა ვარიანტში რატო იქნება GTA-ზე უფრო ყურებადი. מחარა იქ შეუულია იყოს თავისი თავი, ასე თუ ისე და ბევრად უფრო ის გონორზე და აქ ვერ არის ბიჭო. აქ არის უნწეო, უნიათო რევოლუციონერი და ძალიან სასაცილო საყურებელია ეგ რა. ოღონდ ეხა პროცესია მოიხოდება ნელ ამ ეტაპზე ეგრე ხარ რა. და რომ მოიხოდები, მე ნელი პროცესი რა მაგიტოა ძალიან საინტერესოა. რამდენი არაღი მომპარეს, ეხა რომ ახსენდი რომ მთელი კასტები და ასაც გვაქვს შესახი ყველა მჩუქნი და ყველაზე ხა საეჭო სიტუაცია საერთულია თამაშის პროგრესი რომ დაგეკარგება რა. მქონია ეგეთ შემთხვევაში სეივები წამშლია და ანუ ძალიან დიდი ტკივილია. აი ძალიან დიდი რომ თავიდან რომ უნდა გახვიდეს ადღაც. იმიტომ რომ ნაწვალები რომ Tomb Raider-ზე მჭირდა ხოლმე Sony-ზე, იმაზე არის ხოლმე memory card-ებზე და სულ იბრიდებოდა თვალს. თავიდან რომ memory card-ი ღირდა 15 ლარი კი ღირდა ბიჭო და სუმას 15 ლარი არ ქონდა ხოლმე, 5 ლარობით ქონდა ხოლმე ძირითადად და 15 ცოტა ფული იყო შე. არ იყო ცოტა ფული. სუმერჩუნე რომ 3 დისკი მეყიდა, მაგრამ ვერ იწერდი მე რა memory card-ის გარეშე და memory card-ის გარეშე აზრი არ ქონდა არაფერს. Crash-ი memory card-ი. და დენიც მიდიოდა ხოლმე უფრო ხშირად და შესაბამისად პროგრესი შეიძლება
მე და გუნდიშავ თამაშობდით ინტერნეტ კაფეში იმას Fighting Force და აი ეხა ხო სერვისი დაიხვეწა და რაღაცა რომ მოხდება იქ კომპიუტერმა გაჭედა რაღაცა ნუ აგვინა ზღაურეთან გავიდით ბოლოს წინა ტურში ვარ თუ რაღაცა რა Fighting Force ხოც რომელი იყენებდნენ ხო რა Fighting Force ხოც რომელი ორნიო ქუჩაში რომ მიდიხარ და ჩხუბობთ ანუ ონლაინის თემაა თუ არა Sony ბავშვობის ამბავი Sony ერთ Fighting Force ბანკის გაძარცვა ერქვა შენ უგელანდება ეხა რაღაც Red-ი სულ არა ბანკის გაძარცვა ერქვა გორში ბანკის გაძარცვა ერქვა შეიძლება ხო ალბათ რანაირად ერქვა ბანკის Fighting Force რანაირად არის ბანკის გაძარცვა ბანკა სიტყვა არ არის ქართული და სიფა ფიტერისაც ვეძახდით მაგრამ იმას ერქვა Siphon filteri სიფა ფიტერი იყო ლაზერი პლანაზე 2-0 იყო ბაზუკას რო იღებდი და ანუ ბანკის გადაცვა იყო თქვენთან გორში Fighting Force-ი? ხო. კაი. 4 პერსონაჟი იყო, 2 კაცი, 2 ქალი. ხო. ხო და გაჭედა კომპიუტერმა. და მე წამოვიდით. ხურავდით რა. და ვერაფერი ვერ თქვით, ანუ აი თან ბოლოში კომპიუტერმა გაჭედა მორჩა რა. კომპიუტერმა ბოლოში ქონდა დისკს მე დამწერილი. Sony უნდა ამოგეყირავებინა და ესე და ლაზერი ესე კითხულობდა. ტელევიზორზე არ აყენებდა ხო 15-30-45 საათი. ეგრე შემთხვევით შეეშალა ეგ პულტი ხო ყველა ტელევიზორს ერთი იყო რა ყველა ტელევიზორს ხო და შემთხვევით 1 საათი და 20 წუთი თუ რაღაცა შემთხვევით ჩაერთო და აუ მე ცუდად ვიყავ ფულოს აღარ შემეძნო და ეს უნდა სხვა დისკი ჩაგვირთეთ ხო და გაბრაზდა ბიჭო ესა დრომიდისო მაგაშიო თქვენთვის ვამბობ თორე მე კი არ მეზარება ვარ და ეზარებოდა და სამადა მე რა დრომიდის საათ და 20 შემთხვევით მეტი გაქვს ჩართული და მაინც ბიჭო იმდენი ვითამაშე რომ მე ძალიან ბევრი დრო მაგ გატარებული თამაშებში მაგრამ არ ვნანობ სხვათა შორის იმიტომ რომ არა ეგ ჩემთვის ის არის რა ძალიან დიდი გართობა და მეგობრებთანაც ყოფილვარ ექსპერიენსი Lineage რო მეთამაშე რა უნდა მეკეთებინა შეიძლება უფრო რა რომ Lineage უნდა მეთამაშე არა გააჩინა ამდენად იქნები ჩო ეხაც რო იჯდე და Red-ს თამაშობდი მთელი დღე მე იძინებდი მე კი ეთამაშობდი მთელი დღე რა ცოტას თამაშობ რამდენი საათი სტრიმავდი 5 ან მე მთელი დღე თამაშობდი მე ღამე ჩავიყვანდი ხოლმე დიონში ან ჟირანში გაყიდვებს დავტოვებდი ხოლმე ამ კაცს დილას ვიღვიძებდი აბა რა დამხვდა გაყიდული მე დიენია რა ბოტები თუ ყავდა ვაფშე ჩათრეული იყავენ არის გარდა კიდე ბოტებს თუ აკაჩავებდი ბაფერებს მაგას ონლაინ შეთამაშობ სასტავი ბოტები არის ყო მაშინ მე სხვა ქართულ სერვერი არის ყო ჯერდა ქართულზე იყო ვოლკერი და ბოტები ყავდა და ბაფი არის ყო და შენ თუ ნააგეწყო ეს ჩარაქტერები და ჩარაქტერები შენ რაც იყო მარტო მე არ მითამაშია Lineage შენ ნათამაშები გაქვს არა ხო არა იმიტომ რომ ლეველებზე რაც იყო ზოგადად თამაში იქ შეყოფა თავის არ მინდოდა რომ ხედავდი რომ ტიპები ვეღარ გამოდიოდნენ მაგედან რა და აი გავიცილე ბაფერები მან თან კოლზე იყავი და ელაპარაკებოდი ვიღაცას ახლოს რომ მიდიოდი ესმოდა შენი ეგრე იყო მანდაც მაგრამ არა Lineage ეგრე იყო კი ახლოს რომ მიდიოდი ესმოდა შენი ვაფშე არ იყო ხოლმე ჩვენთან ხმა შეიძლება მიკროფონიც არ ქონდა შენ და იმიტომ და არც იმას არ ქონდა წერდი წერდით ხო არა მე მახსოვს ვლაპარაკობდით ეგრე მას შეიძლება ვწდები ქართულ სერვერზე არა მე რა არ ქონდა და ის ახლოს რო იყო მაშინ ხედავდა შეიძლება ეგრე ხო შეიძლება ქალაქში ვერ ხედავდი მაგრამ ერთ ქალაქში თუ იყავით ნაწერს ხედავდი წერდი არ ლაპარაკობდი თან ზართული იყო ეხა მე ქართული სერვერები რო გაიჩნდა ლეველებს ისე ადვილად ადიოდნენ რომ რაღაც 70 ლეველი იყო მაქსიმუმ თორემ და იმ სერვერზე 1 წელი ვითამაშე 59 ლეველზე ვიყავი და ქალაქიდან ქალაქში რომ მივდიოდით ხოლმე ესე კამანდა ვიკრიბებოდით ერთად რომ გზაში ცხოველებს არ დავეხოცეთ და ისე მივდიოდით რა ფული ის ეკონომიკა კაი ქონდა ალბათ იმიტომ რომ ტელეპორტებით ხო იყო ხო არა ტელეპორტის ფული არ იყო სადმე ანუ ეკონომიკა ქონდა ისეთი ერთ წელი 29 ლეველი ის ხო ერთი წელი 29 აქ ვიღაცა შემოვიდა ქართულ სერვერზე მე ერთ თვეში დახურა 70 ლეველი იყო მეთქი რა აქ ის და 76 ლეველი 250 ლარი კიდე შენ ვაფშე გეიმინგზე აი არა კიდე არასდროს არ მიყიდია თამაში არაფერი არა მე ბიჭი დიხანს თამაშობ მე ჭედა უკვე არა მე სწორი თამაში გითამაშია რამე ესეთი ახლებიან ბოლათწლეულის რამე არა ვაფშე თამაშობს თითქმის არა Lineage-ით მე ბავშვობაში გეუბნები რომ 2 წელს მე მგონი თუ არა მე მევასება მაგრად და ამას უთხარი რაღაცას მეკითხებოდა PlayStation-ზე დაითრია და Uncharted-ი და რაღაცები უთხარი რა, ანუ აი სინემატიკა რასაც აქვს და რეკლამებს სკიპავდიო თუ ვახვრუდი. ამას ბავშვობაში ახლა Sony-ზე რომ სამწამიან რაღაც გამოვიდოდა და რომ დააჭერდა სკიპს, ეგ გონია ახლა ფილმია შეჩემა, ანუ რო სკიპავდი და იმაზე ჰიმალაის მთებიდან რო აღმოჩნდებოდი მე იმაში საჰარას უდაბნოში
ვერ ხვდებოდი რომ გამაზე შეჩემა ყველაფერი? მედი უბერავდი. FIFA-ს ხო თამაშობ? FIFA-ს აი მე PlayStation-ზე ერთ FIFA-ს თამაშობ. ნაკლებად ფეხბურთს გევასება თუ FIFA? არა, ფეხბურთს მევასება. მაგრამ ეხა უფრო ამბობდოთ ნაკლებად უყურებ. სათამაშო არის PlayStation-ზე. Red Dead-ი? როგორც თორი. ძალიან კაი სთამაშო. იცი შენ ნათამაშები გაქვს? ხო. ძალიან კაი. ასეტოს არ თამაშობ. შენ მანქანა გევასება. ასეტოს სიმულატორზე არ თამაშობ? ფიჩს მე მქონდა ცუცხლოსანძრე სიმულატორი კარგად ამეწყო რა. გუშებზე ყოფილიყო და გადახრები ქონოდა და არა, ეგ ძალიან რთულია. მაგის მოვლა საჭედა ამბავი თლიანად? ხო, თლიანი კონსტრუქცია. არ გაქვს ეგენი თუ გაქვს? არა. გაქვს მოღამის თუ არა? აი ბიჭო სადღაც დავძო რა ეს რომ აი ეგრე ვიყიდ და მე შკაფის თავზე ყრია ყველაფერი ეს ოკულუსიდან დაწყებული ეს იარები და რაღაცეები რა და აუ ჰორორი გასტრიმე შეჩემ ჩაიჯვავ თან და გინდა გითხრა მაგარი ხო არა მაქვს შიში შეჩემა ჩემი გინდა გაგიმაზო გეუბნები კაი მოდი გინდა გავუმაზოთ მიდი რო აი მაგრად შეგეშინდება არა მაქვს შიშის გზნობა არა მაქვს შეჩემა მართლა გეუბნები თამაში მაქვს ერთად ანუ ხამე რომ ბავშვები გაერთოდ გადიოდნენ ხოლმე მე არა მაქვს GTA-ს ჯობია. შეჩემა Red Dead-ში გაქვს რო არ მოუკვდა იმ შიშიო ვიღაცამ რომ იარაღი მომეშვა შეიძლება შემეშინდეს კაი ანუ არ გაქვს არა მეთქი შეჩემა რა ანუ საშნელებად ფილმზე არ შეგშინებია არა თქო რა ზუსტად სიადოს და გამოხდეს იმიტომ რომ აუ აი პროსტა ამის კნავილი მანახა ეხა ვაიმე მიდი რამე აუ როგორ მინდა გაუჩითე რა. მედისონი ყველაზე მაგარი ჰორორია ხალიო დადის არა ხალი არ დადის ეგ არის Resident Evil ცადე מחარ. ხო უფრო არ შეგეშინდა. მედისონი ითამაშე იმაში აი ამაში და შენ ჩაჯმას განახე პროსტა ამაში ვერ ვითამაშებ ხალხიც რომ ხედავ არა ხალხი ანუ შეიძლება სტრიმზე გასვლა მაგითაც აი შენ თუ არ შეგეშინდება ძმაო მეც აი კნორო სტრიმავდა იქ ხო არ არის? არა არა. კნო პროსტა სტრიმავდა ამით ანუ რაღაცა PlayStation-ზეც არის და იმაზეც არის ორივეზეა Oculus PlayStation-ს VR რო დაერთო კომპიუტერზე შეგიძლია კი დაერთებით შეგიძლია პროსტა შეიძლება აფეთქდეს მაგრამ არა PlayStation ნახა შანსი არა რა მეიქნება არა რაღაც აი მაგას დიდი სიამოვნებით დავждები და როგორ გააყენებს სუნს 3000 კაცის წინაშე დიდი სიამოვნებით ნახავ PC-ზე რო ვითამაშო ვითამაშე ხო და მანდაც არის თქო მაგრამ მაგის Oculus-ი არ გაქვს ნაოშნიკებით ვითამაშებ პროსტა რო ვითამაშო აი ხა პროსტა ვითამაშო და ის ხმაშა უწიო და რაღაცა რა ამით უნდა ითამაშო ყველაზე მაგარი ეგ არის გიცდია მაგით რამე ვიარით ვიარი თან დამღლელია შეჩემა რა აუ აი პროსტა შენი კნავილი რა კარგი საყურებელი იქნება ვიერთაბროას არ გახოს ანუ იმიტომ რომ საჭესთან ვიარით ამდენი საჭესთან ძალიან სწრაფი გადაადგილება სადაც გაქვს საჭესთან და იმას გულისრევი შეგზნება მაქვს ეგრევე რა აი როლერ კოსტერზე რამეს თუ ზივარ მაგრამ სადაც ნაკლები გადაადგილება გიწევს იქ არ გირტყამს ეგრე რა აუ მაგრამ מחარას აი მაგას აი ჩაუჯდებოდი პოპკორნით და ისე უყურებ და ეს ავი და აი და ეს მე ამას დავაედიტებ შიში მე არა მაქვს რო ამბობ და იქ რო წივი ხარ ბოლო ხმაზე ამას მეგონი მაინც დაედიტებენ მაშინ מחარა რომ შიში არ მაქვს და იქ Red-Dead-ში კაბით რო დგას მოიცა კაბით ეცვა უკვე არა მაგრამ მეგონი ეხლა ნელა ვითვისებ მაგ თული არის შიშის არ ქონა რომ დაითავისო და ეხლა ნელა ვითავისებ იმიტომ რომ RP-ს თუ თამაშობ რაღაცებში უნდა აყვე რა არ მოსულა ეხლა დემ კიდია ძმაო არ მოსულა ხო მაგრამ ნუ ეგრე გამოდის რომ საჯი ყავს მაგ თამაშს ხო რომ ვიღაცამ უნდა განსაზღვროს რამდენი შეგეშინდა და გაქვს თუ არ გაქვს ერთ-ერთი წესი არის ეგ რომ მაგალითად ეხლა 4 კაცი რო დაგხვდება მარტო სროლა არ უნდა აუტეხო რა აზრი არ აქვს მაინც მოკკლავენ ამიტომ უნდა დაემორჩილო ანუ სკილებს ვერ დახვეწავ მანდ ანუ სროლის ან რაღაცის როგორ ვერა მარტო რო არის ვიღაცა გაუვარი და გაუშეჩქვე თავი ფინგიშლი ხო მაგრამ სკილები იხვეწება რომ დაადუღებ ყველას ესე 4 კაცს დუელში გამოწვევა რა მე მგონი არის სტორიში არის სტორი მოუჩი არის და ონლაინში აქ დუელით გასამართლა მოითხოვა ვიღაცა მიწერდა რა დაგატაკებენ თავში ეგრევე რა არის შენ თამაში ჯერ კარგი ბიჭო რაბანე მეუბნება ცხენა გადმოვარდავ და რევოლუციას ამზადებდაო და წამოკრავ თავი და დაასკდაო აი ბიჭო რა თქვა თუ ვერ დაინახე წამოკო ეს ცხენიანად ეჯახებს შეჭა მოუკოდი პროსტა საყურებელი იქნება მოუკოდი რა გავიზი მე წამყვასე და თამაშს ბიჭო ხო არის ხა Call of Duty რაღაცებს თამაშობ იცი რა ეს
იარაღი როგორ დადის რა, სადღაც ესროლო რა. აქ ბიჭო ძალიან სწრანად არის რა, ეს ერთი წერტილი და იმითი რომ უნდა დაუმისნო და თან ცხენზე მიდიხარ და თან ტრაექტორია რაღაცნაირი კონტროლი გაქვს რა იარაღის, აი ისეთია როგორც ჩუთეში და ან ჯაუჭიმავ და გავუძა. აქ ცოტა სხვანაირი არის რა, აი ზერელედ უმიზნებს. და ვიღაცები თავში არ ტყავენ ეს. სნაიპერი რამე არ არის შოიდან. სნაიპერი ამოღებულია აქ, იმიტომ რომ ცუდი ამბები მოხდებოდა აქ სნაიპერი. რა სერიოზულად დააჭყო მე როგორ ნახავ ხოლმე რომ კითხავ როგორ ხარ ხო ანუ არ გულისხმობ ეხა როგორ იქ უნდა მომიყვე რა ველურ დასავლეთში რა ხდება აი მოვწველეთ ეხა ძროხები და არა მე ჩავხოთ ხო მოიგო ეხა ჩვენ მაინც ამას სუჭამა უყარს ბიჭო სუჭამს ეს ჩვენი მასტერი ვინც არის რა და ისა და აი ხა რაბანა კიდე კარგად გაახალისებს რაღაცებს რა რაბანა წავიყარე კინოარწმუნოზე ტიტველია შეჩემ არაფერი არ ასწია და სახში დავტოვე სხვა რაღაცებსაც იზამთ მანდ ეხა ეჭვი არ დაიჭრა გუში მომენტ გაიხედა დაიჭრა კენ დაიჭრა გოგოები არიან? კი ოჯახები არის თან. ო და არის მე შემხვდა რამდენიმე გოგო რომელიც იმაშვებოდა და მეუბნებოდა რომ გამოყვებიო რა და არ გავიყოლე აუ GTA-ში ის იყო ოჯახები იყო და მთელი აი რო ბურჩი არჩევს ხოშეს ერთი გოგო კიდე ცდილობდა გადარჩინას იქ რომ მიჭერდნენ საზღვარზე რომ გადამცეს უკვე მექსიკელებმა ამერიკელებს იქ იდგნენ და მეთქი ხა დააჭედებს თქო მაგრამ ხალი მაინც მოუჯდა ვიღაც კაცს და წავიდა ერთი რაღაცა ინგა არო მაყაში ვიღაცა კაი გასართობი ხარ რა. რა მაგრა ვერთობ ბიჭო, მოდი ვარ ასე. შოუ აჩიკო მაგიტო არის ესე რა. ამის მატანა ზოგადად ძალიან რთულია. მაგრამ ესე შიაგ და კამერა მიუშვირე და მედი ლაპარაკობს. არა ეს მაგრამ მოაჯდა რა ამახარას. ხო, არა, ამის წამოეცვა ზუსტად მოერგო ყველანაირად ეს სტრიმი რა. არდი არის. არა, საამისო არის მართლა რა. მე ეს სპორტიც ვკითხოთ რამე ბიჭო ეს გავიგეთ რომ თამაშები იყავს თამაშები. შენ თიმ რომელი ხარ Mercedes თუ BMW? მე სპორტი. ანუ სპორტში Mercedes თიმ არსებობს. ანუ სპორტული თვალსაზრისით, დრიფტაობის თვალსაზრისით, მაგიტო თუ ხომე. ხო, მაგრამ აი ვინც როგორ ვთქვი, ვინც ტრიბოლას დადის, ხო, გონშიკი ვინც არის, უფრო BMW-შნიკები არიან. Mercedes-შნიკი არ არსებობს რა. მარტო მასკვიჩა და. მასკვიჩა მოყვარულია. და ისიც მას. ანუ მასკვიჩა შეჯიბრებს არ დადის. არა, გავიგე, მაგრამ მოყვარულია ისეთი რომ ჩანს, გაიგე, Mercedes-ის სახე ყველაზე მაგრად ყვირის. შენ რომელი ხარ? აი ბიჭო, აი Mercedes უნდა აიღო და სამყაროს უფრო ახლო და აჩვენოს გვალიფარები რა გლაზასტროე და აი ეგ მოდელი. ეხა შენ ლუდის რო დაასხი. გამიკეთე ეგ მოდელი, მაგრამ ლუდს რო დაასხი, ხო, ჩაგიწერეს ვიდეოები და გაგი. ხო და ეხა Mercedes-ის მყარებელი ბევრი იქნება და ლუდზე კიდე ხო ვიღაცები ვიდეოები ჩაწერეს და მინდა უთხრა რომ მეგობრებო ვიდეოების ჩაწერას შეგეძლოთ რომ იქაც გითხარით რომ 1 ლიტრი ლუდი გამოგეგზავნოთ, დავლევდით და მიხვდებოდით როგორი კარგი ლუდია, მაგრამ ჩამოსასხმელი ლუდი არ იგზავნება ეხა ატრაკებს შენს. დავეპატიჟე, რავი, მოდი დაგალევინებ ლუდს არა. ეგეც კი დაეზარა, ნახე, დაგეპატიჟე კი არ უთხრა, გამოგეგზავნა. არა, ხო, რა ვიცი, ამიშნულობა აქვს ეხა. როგორ მიიღებ. ხო და რომ მეუბნებით რომ აი ესე მთელი ლუდი ერთ კვაფში მოხარშეო. მე რაღაც ჩემი თეორიები მაქვს ესეთი, შეიძლება ვცდები კიდევაც. დანადგარები რომლებიც საქართველოში გვაქვს, თქვათ არის ღირებულება ამის 300,000 რაღაცა 500,000 არის ხარშავენ. ტექნიკურად შეუტია ეხა. ტექნიკური დანადგარები გერმანიაში არის 3-4 მილიონის ღირებულების, რომ დიდებია ისინი შეჩი. არა, ეხ მარტო დიდობაში არ არის განვითარებული და ჩვენ გვაქვს შენთიდან ჩამოთრეული. ეგრე კარგად ერკვევი ეხა მართლა რომ მოგიყვანოს ლუდის ექსპერტი ვიღაცა ხო, აი ხო ჩაგიდებს ეხა მაგრად. აი მაგ თემაში რაზეც ლაპარაკობ. დავიწყე საუბარს, მე მაქვს ჩემი თეორიები თქო. ხო და ანუ თეორიის დონეზე ეხა ნუ დავიყვანეთ ძალიან სასაცილო ხდება ეხა უკვე ეს ყველაფერი და თეორიების დონეზე ანალიტიკას შემოყავს თეორიების დონეზე x 3 მილიონი ლის აქის. არა,
ტექნოლოგიურად გერმანია ბევრად განვითარებულია მაგ განხრით. შენ ციხეში ჩაჯდები ცოტა. ფიზიკურად ლუდი რომელიც ჩემამდე ვერ ახერხებს იმას რომ რეკლამა მოიტანოს ის კარგ საწარმოო დაადგას ესე მგონია ვერ ჩამოიტანს მინიმუმ ეს არის დემაგოგია. არა ბიჭო არა ეს არის სიმართლე ხა კაი ლუდი არ დაგილება საქართველოში. კაი ლუდი მაგ და მიტრაკებ არა მე გეუბნები ანუ შეიძლება იყოს დაილევა ლუდი როგორ არ დაილევა დაილევა ლუდი ანუ ხო არა იქ რაც არის ყველაფერი აი ყველაფერი არ გულისხმობ მარტო ბაკალში დასხმულ ლუდს არ გულისხმობ რა თავის მიმეტანებიდან დაწყებული შირქი მოსხლთელი ინდუსტრია არა ერთი წამი ბიჭო სხვა რამეს გეუბნები ლუდის ბარში მიმეტანებიდან დაწყებული ბარმენით დამთავრებული და კერძებით დამთავრებული ის პონტი შეკრული რაც არის სუფთა ლუდის ბარი და ლუდიც ძალიან გემრიელია აქაური ლუდი აი გერმანული ლუდი არის ჩეხური ლუდი არის ჩემთვის ტოპი და აქ არ დამილებიათ ესენი მეუბნებიან რომ მოდიო დალიეო რამდენი რამაგარი ლუდიაო ბიჭო მეუბნები არ მომწონს მაო არ არის ჩემთვის კარგი მეც დამიწერა ვიღაცამ რომ კალაცო აბა რა სიტყვისო 5-დან 20 ვირმა რა ხილიაო თუ რა ხო რა არიცი ბიჭო ნახე ბაზა აი ხონა შეხედო ბაზარზე რა ლუდებიც არის რა მე მაგალითად რო არ ვსვამდე მაგ 5-დან 20 ანუ ამ ბაზრის მიხედვით რაღაცა რო არ მომწონდეს და ეხა ცუდი რო იყოს მართლა არ დავარეკლამებდი იქ ითვლება გერმანიაში 80 ცენტი 80 ყველა ანუ გერმანიაში მე ესე მაღაზიაში ან რამე ევროპაში რო ყოფილიყარ ცენტა მიღებს ძმაო ლუდები იქ ანუ ყველა ლუდი ეგრე ღირს მე ეგ მაგაზე რომ მიაწვდნენ თითქოს 20 კაპიკის შევა თითო ლიტრიდან ძმაო იცი რა ჯდება ალაო და სვია და ჩემო ძმაო ანუ ვაკეთე რა შენი საქმე მე რაც არ მომწონს იმას ვიტყვი ხოლმე და დღესაც გეუბნები ხარ რომ არ არის საქართველოში იმ დონის ლუდი რომ ჩეხურ ლუდს შეედაროს ჩემთვის თქვენ ეხა შეიძლება რავი მართლა რავი მოგწონდეთ მაგრამ ხო მაგრამ ნუ მოდი ესე ვთქვა რომ გასინჯოს ხონდა გავსინჯოთ თუ ვიღაცა უნდა თქვა მერე უნდა ვთქვა ხო მაგრამ მოლოდინი არ არის რომ კაია რა ხო მოლოდინი არ არის კი ბატონო ეხა კაილუდის დალევა რომ გინდა მე იშვიათად სწორხონ იშვიათად რა ანუ ვერიდებით რომ მაგრამ მევასება მაგრამ ქართულს არ ვსვავ რა ანუ თუ ვსვავ ბარემ კარგს დავლე თემაა რა ხო და მაგ თემაში გვიჭირს რომ მეუბნები რომ ეხა იწყებს ფეხს იკიდებს კრაფტული და თან მე რომ მეუბნები რომ აი ძვირი იმიტომ ღირს რომ იქიდან ჩამოგაქვს ყველაფერი და მე კიდე ზევიდან ამატებს რომ აი ძვირი კი არ არის რაღაცა ფასნამატზე აპრავებ იმას რომ ფასნამატი რა გაქვს მოიცა შენ რაზე გაქვს პრეტენზია კაცო გემოზე თუ იმაზე რომ ძვირია გემო არა ძვირზე ანუ ძვირს თავი დაანებე ეხა ერთ წამი რა იმაში არ შევყვეთ ეხა ნახე რაღაცა ამ სფეროში არის პრობლემები და არა ბიჭო იმათზე კარგი ლუდი გვაქვს მე მგონია რომ ეგ არ არის სწორი იმათზე კარგი გვაქვს ეგრე თქვა ხო იმათზე ბევრად კარგი ლუდი გვაქვსო ჩვენო ეგ არ მომისმენია ხო და ანაირად ბიჭო მაგრამ აი მაგალითად ორ ტონაში ეხლა გერმანი რო ჩამოვიდეს ახლა და ღვინო თქვენ რა იცით ბიჭო აი რაღაცა უხერხული ხო და ორ ტონაში რო ვიყავით მაშინ ნუ რაღაცები არ მოგვეწონა ახლა მაგრამ ლუდი ძალიან კაი იყო ნაბერის დაგილებია ლუდი სანამ შეიძლება მე მაგრა გამისვა როგორც კაცი ძმაო ანუ თან ლუდი ხო იცი გარემოა რა ხო არა ეს თაფლის ლუდი რო დავლიეთ თაფლისის კვილი ტონები რო დაკრავ და ძალიან კაი იყო რამდენი ანუ კაი ლუდი დამილევია მიყვარს ძალიან რა მაგრამ ფილტრა მე გავფილტრა მიყოს შავი არა აი შავლობს აქებენ რომ ძალიან კაი ლუდიაო წინაზე აქ მოყევი აი მოშარდვაზე ლუდი ხო განდონებს ხო ფერზე და მე ვიცი აი ფერსაც მართლა გეუბნები რა კაი ქართული ლუდი რაც დაგილევა ყველაზე კაი რა არის შენც მითხარი ეგ ნაბერეჟი კრაფტები ჯობია ყველა ჩამოსასხმელს აბსოლუტურად ყველა ჩამოსასხმელს ჯობია ქართული ლუდებიდან ნაბერეჟზე დასტამილები იმიტომ რომ სიტუაცია გამისწოდა მინდოდა რომ ემოცია მოაქვს თან რაღაც აი როგორც ადრე ალბათ ფაფშიანი ადრე თუ ეხა ბოლო არა ადრე ოფაუზე ვიყავი და ჩამოვიდი კაკას ჭყიანი ვიყავი აი ხარისხით რო შეაფას აი რო სვავ და გემრიე რო ჭამლუს კი არ სვავ ხარისხი გემოს ხარი ხარისხი ხარი ხა იმიტომ რომ ღვინოც რო აიღო ჩვენი ღვინო ხო ძალიან მაგარია მაგრამ ევროპული ხარისხი მაინც ხო არის იმ სტანდარტებთან მის გვიჭირს თავარი მაინც გემოა რა ხა ქვეული ჩვენ რაც გვაქვს ღვინოში ანუ ეგ არავის არა აქვს რა მე მგონი როგორც ვიცი ხო ნუ ჩვენი ის არის მაგრამ რაღაცა შეიძლება ხარისხის იმ სტანდარტში არ ჩაიდეს მაგრამ მაინც გემოს ვიძა ანუ რანაირად შეიძლება ტრანსპორტირებულმა პროდუქციამ უფრო კარგი გემო დასვას ვიდრე ადგილობრივმა ეგ არ მესმის მე რა წყალი მე მგონი წყლის თემა აი წვენი რო ავიღო წყალი კარგი გვაქვს ხო მაგრამ მე მგონი რა მინერალები აქვს ბევრიო თუ ან რა დილეტანტურად ვამბობ მეც მე მაგალითად ძალიან საინტერესო იქნება ექსპერტთან საუბარი ამ თემაზე ხა ოღონდ ვარაუდების დონეზე არ არა რაზე ვფიქრობთ იცი ღვინის ექსპერტი რო არის ეგ ღვინის ექსპერტი ეს ბიჭი მოვიყვანოთ სადგურის ხო
ოკეი, არ ვიცი ვინ არის. ვინმე რა ჩაწერა თუ ვერ მივხვდი. ო, ლუდების თემა. დავაი, ჩაწოდა აქ ვილაპარაკოთ რა, ჩემი გავარკვიოთ. ეხლა მე ისე გამოვ ქართულს ვებზვით თუ რაღაცა, მაგრამ კაი ბიჭო. არა, ნუ ეხა გერმანიაში შე რო ვიყავით. მაკანკაი პროჭიდან. იქაური ლუდი და აქაური ლუდი, კი ბატონო, ხარისხი ძალიან დიდი სხვაობაა, ძალიან. და აი ეს ვერა აქ რო სვავ, ეს თითქოს გეშლება, აი აქ. ეხა შეიძლება შეგზნება გაკ და განწყობა მართლა. არა, მაგრამ ისა რა ქვია, ეინთოვენში რა. ანუ ჩვეულებრივ ვაიზენშტეფანი არის, მაშინ რა ქვია, ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს და კაროჩე მე არ მიყვარს გაუფილტრავი ლუდი. მაგრამ ნუ გავსინჯე. არა, მე გაფილტრული ლუდი მიყვარს. მაგრამ ეგ ხო იცით ან გაუფილტრავი არ არის. გაუფილტრავი სხვა არის. ჩვენ რასაც ვუძახი, ეგრე ვაისბიერ. ხო, ხვდები რა სამ. ხო, ეგ რა. და ბიჭო, ანუ ეხა ნახე პარადოქსი რა არის, რომ მე გაუფილტრავი ლუდი არ მიყვარს და ჩემი საყვარელი ლუდი არის გაუფილტრავი. იქაც ძალიან. ხო. თუ დავლიე ეს ვაიზენშტეფანი და ბიჭო, ანუ რაინი მართლა გეუბნები მე სიზმრება. აი, რო ჩავდივარ და მანდ რომ მივჩვეულ, აი როგორ დავიძენია შიცი? ანუ ყველგან რო არის რა, ძალიან ბევრ ადგილას. ეხა მაგალითად რამშტაინის კონცერტზე რო ვიყავით, ჰაინეკენი იყო ჩამოსული, მაგარი ბანძობა. აი, წყალი. ძალიან. აი ჰაინეკენს ყველა ქართული ლუდი მირჩენია მე. ისეთი ცუდი. ხო და დავლიე ეს ვაიზენშტეფანი ბიჭო და მეთქი ან მახსოვს თბილისის დამილევია რა, ოღონდ იგივე სახელის. და ეს ვაიზენდა ანუ მართლა გეუბნები, აი იქ მისვლა რომ ვაიზენშტეფანს სვამ, ჩემთვის არის აი ეხა რო ჩავალ კიდე რომ მოხდე უეჭველი მეგონა ვქნა. ბიჭო, რაღაც ჩამოვედი აქ სადღაც ეგ ვაიზენშტეფანი გავაძრე, ეწერა იგივე რა. მივედი, დავლიე და ბიჭო, აი იმხელა სხვაობა იყო. არ ვიცი, აქ ჩამოსხმული იყო ტრანსპორტირებას ვერ უძლებს, ბევრი ფაქტორია, რაც ეხა მე ძალიან მაინტერესებს, ხო და არ ვიცი, კოშმარი იყო რა, ანუ აი ის თუ იყო 10-დან 10, ეს იყო 10-დან 2. მე ასე ვეუბნები, იქაც ხო, იქვე კი აქვს ქარხნები, მაგრამ იქაც ალუმინის ქილებში იტანება და მიდის რა, კონკრეტულად ბარამდე. ბარში ტაშტებით ხო არ აქვს. ბარში ხო მიდის ტრანსპორტი. ხო, მაგრამ მალე უნდა დაილიოს, ეგ ჩამოსასხმელია. ხო, მაგრამ მეგონა რომელიც ქვეყნიდან გადის იმას რაღაც დანამატებს უკეთებენ, რომ დიდხანს გაწევს. შეიძლება, არ ვიცი. იმიტომ აი გემოთი მივამსგავს ეს ადგას. ბოთლის სული და იქ ბოთლის სული ხაობა არის. ცივიც არ იყო ეს ლუდი. აი ჩვენთან ხო არის როჭამდე გაკინავს. ხო, ვერასდროს გაზი აქვს ეს ცეუ მიდი თემურა ყიდის ცეუ და უბერე და უბერე. მართლა გეუბნები. იქ რო სვავ გაზი ისეთი ნორმალიზებული რო სვავ აი აქ არ გტკივა რა. აი კარგად სვავ რა. და ის მითი რომ ქართული კოკა-კოლა და ქართული ის არის ყველაზე კარგი, ეგეც მე ევროპაში რო ვიყავი დამენგრა ძალიან მარტივად. აი თურქეთში მაგალითად რაც დავლიე აეროპორტში რო დავლიე რაღაც კოკა-კოლა არ ვარგოდა, მაგრამ იქ კოკა-კოლები იყო ძალიან კაი. მე მგონი რომ შემადგენლობა ანუ ხო ყიდლობენ იმას მე ვერ განსხვავება ვერსად ვერ. მე ვატყობ ძალიან დიდ სხვაობას ვატყობ. დუბელა. მე მგონი თურქეთში დავლა დუბელას ვიზახთ ხოლმე თბილი რა. აი ეგეთი იყო ხოლმე და ცოტა სხვანაირი გემო ჰქონდა კოკა-კოლა. ბიჭო, აქ არ კოკა-კოლას დაკრავს რა, აი რაღაცა დაკრავს რა, ჩემთვის არასასიამოვნო რა. აი მომწყლატო. აი არ გიყვარს თუ რომ? კი, მევასება, მაგრამ ყველას არა რა, აი რაღაც პატარა ქილებზე მე ლიტრიანები რაც არის მაგას დაკრავს ხოლმე. მაგას ჟანგის გემო აქვს ხოლმე ცოტა ხანდა. არასტაბილური გემო აქვს კოკა-კოლას ბოლო დროს აი, არა? ბოლო დროს კი ანუ წლებია მე პრობლემა მაქვს რა. არა, ოღონდ რაღაც რამხელა განაცხადი. პერიოდი არის. გულზე დარდობდა და კოკა-კოლას გემო გააფუჭეს. პერიოდი არის რომ სხვაგან მიდის ეს გემო. აი ხა მე მგონი, ეხა ბოლო დროს არის შეცვლილი ცოტა გამიგრე მე ჩვენ. მაგას ვერ გაიგებ, შენახვის პრობებია დარღვეული და რაღაცა, ანუ ვერ მიხვდები მაგრამ მაღაზიებში რა ხდება, იცი? აი შეიძლება შედის თავის დროს და მე დედა ეტყნება ამ პროდუქციას და ეგრე ყიდია. კი, მზეზე ხვდება ან რაღაცა რა. ან ჩატვირთვის დროს იმას რომ დისტრიბუციას რომ მოაქვს. ტიპი შეჩემა გაფუჭებულს ანუ ექსპერტმა ვერ შემოწმაო რა. ისეთ აუ, სხვათა შევით დიდი ხანი სითბოში რო გიდოს და მე რო გააცებ ისეთ გემო არა. ხო და ეგრე ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ბევრჯერ მაგ საერთოდ რო ვაკეთ ის კაცი ხო იცი ჯარისაჭმელი ჭამაო, რა მაგარი იყო ჯარისაჭმელი. დაიჭირეს ეგ შეჩემა ჯარისაჭმელზე ის მასაჭმევდა. და ამ პროდუქციას მთელ ჯარს შეჩება და გასროკეს. იმ დროს ვიხდი რა და შენში ეგ არის. მოიცა და შენ შეაფასე რომ კარგიაო? ადრე ბიჭო რაღაცები გამგზავნა ძალიან გემრიელი იყო შეფუთული ჯარისაჭმელი. შენ მოგივიდა სარდელები 5 წლის წინ სადღაც. 5 წლის წინ რა და სარდელები ბლუდი და რონა მიაყოლო ჯარისაჭმელი გამოგიგზავნა? ვიდეოს წერდნენ ეს ესე. კომპანია ამზადებდა ჯარისაჭმელს რა. კომპანია ამზადებდა ჩვენ გამოგიგზავნა კონკრეტულად ჯარის რაციონი არ იყო, მაგრამ რაც იქ მიდის იგივე. მახარას გამოგზავნა პოლკოვნიკების. არა, ძალიან გემრიელი იყო სულ შეგოლეს. გენერლები და ის პოლკოვნიკები. კანჭი კიდე შეჩემა. აქ რომ მივდივარ კანჭზე, აი ძირამდე არ ჩავდივარ ამ კანჭში, იმიტომ რომ ვიცი რომ გაყინული არის. შიგნით ეს დედა
გული უნდა ამერიოს შეჭემა. ზევიდან ვაჭამხობე რომ აი ვიცი გაყინული ჩააგდო გახსოვს მაშინ რომ მივედით. ეხა დაგთაგავენ კანჭის რესტორნები. არა, მაგრამ გახსოვს მაშინ შეჭემა. რომელი? ცივი რო იყო, გაყინული. ცივი არ იყო, ბიჭო. გაყინული. მოიტანა ეს ბოლი აზდის. ბიჭო, მეთქი რა მალე მოიტანა თქო. ეს ნედლი კიდევ თქი და რა თქმა უნდა, და ჩავარჭე და არა კანჭი მაგარია ძალიან. ხო და იქ ძმაო, კანჭი მოდიოდა პატარა. ერთი კაცის სამყოფი, მაგრამ ეთყობოდა რომ ვიღაცა მამაზე იზრუნა და არ მიატოვა შეწვის დროს რა. შნიცელი კანჭი და რაღაცნაირი ის მოდიოდა ხოლმე, პიურე მოდიოდა, აი ცოტა თითქოს იწელებოდა თუ რაღაცა რა, აი ხო, ყველი წველი. აი ხო, რო აიღებ და ჩანგალი რო გავისროლე, აი კამდე ეს, აი საზამთროს ბავშვები ჭამენ ხოლმე, ყურში რომ მიერთებული აქვს, თქვით, აი ჯახა დოლები პანამას ვსავდი, თან ის თურქი გავიცანი, მაგარი კაცი, იმას ვებაზრებოდი. თურქი კარგად გაიცანი, ის არა ვქვი, მე რო ვარ მაინდა მაშინ ეჭყობოდა იმას. არა, მაგარი კაცი გამოდგა. დაჟე 50 ეურო მივეცი, რო ჩამოვალ დაგირეკავ. საქართველოში ვიღაცა ეგრე მითხრა, კაიგი. ისო, გერფრენდი ყავსო, მანდო იმენა უნეფო მაგარი კაი ხალიაო. ხო და აი ჩამოყოლე დარეკე მეთქი რა. დარეკე. ესე ნახევარ ლიტრიანებს კი, ლიტრიანებით ვსავდი რა, ეს რომ მოვიდოდა ეს შავკავთროსო. მარტივად ზკა, ეგრე წავიდა. ოშე გენაცვალე. რამე ისო გეიხوار ხარ რა, ისო თურქი და ბიჭო, მეთქი. რატომ მეთქი და პატარები თუ რატოსო? ლიტრიანზე გითხრა? ო, ჩამაჭირა, გაიგე. მე თვალი მოქვე ჩაკეცილი. ლიტრიანი რატოა პატარაში ჩემ? აიცა გითხრა. მეთქი მოიტა შინა იმას თან ეს ტრაპატო სავდი, დიდი დალიო ეგ. სამიანით გამოიტანა შეჩემა, აი ესე მოიტანა, ესე მომიყუდა აქ. აი ქართველებს ხო თან თრალი ვარ როგორ. თან მინდა რომ ბევრი დამექცეს ეს დეკამო მალე მორჩეს. აი კანჭები მაქვს სახეზე, აი ეს უნდა გვერდზე ვიცმის სუსველია შეჭე. აი ატრონი მომ 8 ლიტრი იყო ეგ 8 ლიტრი ლუდი დავლი გამოგიტანეს გათიშული არ ვიყავი რა გამაგარი არის ხო გათიშული არ ვიყავი აზროვნებდი მე წავედით იქა მარტო ლუდსოდი თუ სხვა მარტო ლუდი რა ეგრე გემრიელა ლუდი დაფრა ხაში კი ძალიან ასე არა მაგრამ მე სულ უცვამ ხოლმე აი მე ლუდის ვეღარ ვსვავ თემა არის ისე რომ დავთრე არა გაბრუებული ვიყავი რა აი სასიამოვნოდ გაბრუებული მეტი ლუდის რა სიმთვრალეც აქვს იმის იქით აღარც უნდა წახვიდე ჩემი აზრით ხო იდეალური ბარხა იდეალური მაგრამ არის ხომ ეხა უცებ თუ მე არაყი მივაყოლე ჩიკო ცოტა შეიძლება ცოტა ცოტა პატრონი ხო აი უკვე კრიმინალი ანუ სამეჭი კარაყი იდეალური არის ჩემთვის სამეჭი კარაყი და დანარჩენი ლუდი სამეჭი კარაყი ლუდი სამეჭი კარაყი მე აი ვიღაცა ძალიან ახლო ვიდგები და ყლებებს აი სასიცხვილოდ მოვიქცევ ხო საერთოდ ადამიანები ხშირად დამფიქსირებენ იმიტომ არ სხამენ რომ საკუთარი თავის იმედი არ აქვს და შენ შემიტყვია სხვადასხვა მე დავლი ეს შეჭა მე კიდე იმედი მე ანუ აშკოს ხო და იმიტომ არ სვამ ხოლმე მაგიტო ანუ ვატყობ რომ საკუთარ თავს მაგ კონდიციაში არენდობი არ არ მახსოვს ხოლმე მე ეს არენდობი არის მე ეგ რო არ გახსოვს მე მახსოვს მე რა გახსოვს ეგ კონდიციაში აჩი მე მგონი შენც არ უნდა ენდო საკუთარ თავს არა ერთხელ მომივიდა ერთხელ მოგივიდა ერთხელ მომივიდა აჩი როგორ ადეკვატური იყო იცი და აი თან ბეცონის ჩვენი სპონსორის წარმომადგენლები რაღაცა ვინც იყვნენ ვესაუბრებოდ და აი ესე რო გავაკეთოთ აი 20 წამში და რამაინდა აი აი ძალიან მაღალფარდოვანი საუბარი აჩი არის აი მიყავს ეს საუბარი რომ აი ესე რომ მარკეტინგულად აი სწორია თუ არ არის თუ 20 წამში დედას ვთქვა ეს სადარწყევდა იმათთან არწყევდა ისე ხო ლაპარაკობდა ეს იგურწყევდა ესენი დასრიალებდნენ რამ ნარწყევდა აი ბიჭო ხო არის რომ აი ეს შეხედა და აი ამ ტიპს დაენძრო მაგრამ გაიყვანეთ ვერაფრით ვერ ფიქრებ იმენა ბოლომდე გეჭირა ეს აი უნიდან არ გადაუშვა აი უნიდან შეშოვგები ცოტა ხდავაზიანთ აი ესე ხელით ეჭირა ზეპირათიც ის ხო დაცვა რომ ამოვიყარე და უთხრა რომ შეშოვგები შაქარია ფუქშია მეთქი საჭმელი ამოუტანეთ ხო ვერ მიხდა რომ ვატყუებდი ისეთ მდგომარეობაში იყო იმიტომ აი ესეთი ფურცლების შესაყრელი უნდა იყოს სავსე პირამდე ნარწყევით ეს თმები შენ უაზრო ხარ ბიჭო კიდე რატო უაზრო
ქვემოთ რა საჭმელიც იყო, იმაში ფული გადაიხადე. აი უფასო საჭმელი იყო და არა ბიჭი შენ მაგაში ფული გადაიხადე შენ. ოფასო ნარს თამაშობდით. ნარს თამაშობდით. ეს აქ რა, ანუ ეს არ ვიცოდით ეგ ფული არ ვიშოვა ბევრი, ანუ აი ბეცონს ძალიან კაი კორპორატიულები ქონდა რა, ანუ ეყარა რა საჭმელი, სასმელი ეყარა. ეს მაინც ოთახში. ეს კალათოს მოშივდათ და აი ბიჭი ღამის 5 საათზე. აუ მე ვარ ახლა იმის კვებაზე, ხო ისი რომ მოაქვთ რა, ერთი თვე ავიღე, 4 კვება. ხო. უფასოდ. აუ ეკა. არა, მოაქვთ და პირველი ერთი კვირა ისე ჭამე რა. აია თუ როგორია? პირდაპირ ანცუდიეთ. რა აი პირველი კვირა ესე მარაგით გავიტანე და ჩემი მარაგი რა თქმა უნდა გავიტანე. გემოზია ცუდი? ძალიან. აუ ისეთი ეს ცუდია. რეკლამას რო უკეთებენ. ეხლა ჩვენ ერთი კვირა აუ არა კაია. არა ძალიან ბევრი არა, წელი. მოიცა ხა ერთ წამე. ხარისხიანი არ არის თუ შენ არ მოგწონს ეგ გემოები პროსტა. ანუ ეხლა თან ხარ რავი რაც ყველა ძვირი იყო ეგავი 1000 რა თვეში? ერთი თვე ხო 1000 რა ბიჭო ხო სამჯერადი თუ ორჯერადი თუ ისე ეს სამი კვება არის და ერთი რაღაც ბულკიდებს ან რაღაცა ეგეთი რომ ტკბილის და რა 1000 ჩემი დედა სამჯერადი ყვება რა გინდა 1700 რა კუკუ მუკუზე რაღაცეები 1700 დააყვალა ორამდე შემი და 1700 კალორიაა თან ეგეთი ცუდი არის და ის უგაბრაზებული დავდივარ ეს რა არის აბა დილა შუა დღეს აღამო დილას არის რაღაცა სენდვიჩი არის ოღონდ აი ეგეთი ცუდი სენდვიჩი როგორ უნდა გააკეთო არ ვიცი ანუ ღამე მოაქვთ რა უჭერ ხო აკეთე მე საღამოთ ხო მეორე დღეს სენდვიჩი რა უნდა იყოს ეგეთი თან ცივა ხო ანუ სენდვიჩი არის შიგნით ისეთი რაღაც ქათმის ისეთი ხორციტებს რა ეგრეთო იცი ეს ბევრ ქათამს ხარშავენ კაპს რო იკეთებს არავინ კაფავს იმას ის პატარა ის რო ხო რაღაც ხორცი იკეთებს შუა დღისას არის აი ყარს სენდვიჩი მოდავამთავრეთ სენდვიჩით დილა სენდვიჩი ახლა სენდვიჩი არის აუ ვერ ჭამ აი ძლივს ჭამ რო იმ შუას ყრი და ის პურს ჭამ რა და პურიც ისეთი უგემურია რაღაც შევს ბიჭო რატო გადაწყვი 1700 საათ ორ მანქანას აწყობდი სადრიტავს და ვინმე გირჩია ნუ თუ ყოველ შემთხვევაში ანუ როგორ თემა იცი თავიდან დავიწყე ბავშვი კეთება მე საჭმელების რა ოღონდ ნუ ახლა ამდენად კაი გამოდის ეგ ნუ მაგაზე კარგი თუ გამოდის ჭამე ხა შეგიძლია რომ კაი ხო რაც მოგიტანეს მაგაზე უკეთესად ხო მაგრამ მე რო ვაკეთებ რა ხო რაღაც კვერცხნა შეიწვა ის და ისეთი ვამატებ რაღაცებს იმდენი გამოდის მაინც ბევრი გამომდის რა ვითომ მოხარჩული კვერცხი მაინც 4 ხალხს რო შეჭამ და კიტრი პომიდორის სალათა რაღაცებს რომ მიატან მაინც და მეთქი ანუ აფერ ბევრი არ არის კაც მაგას შეუკვეთა მეთქი და მარტო სტროგად მაგაზე ვიქნა კოკაკოლა ის რატო აი მინდა რა ცოტა დაკლებ ფორმაში ხ სეზონი იწყება რამე და შენ დაიწყე ვარჯიში ვარჯიშობ თუ არ ვარჯიშობ კროსფიტზე ვარჯიშობ ამეთქი მარტო 1700 ლარზე გადაყევი რომ გინდოდა დაგეკლო და ესე და არა მაგრამ ვარჯიშობ და შეს სანამ ყვებას დავიწყებდი ვარჯიში რო დავიწყე მოვიმატე ის კედელს ვკითხე შენ თუ სამ მიკითხავს პროსტა იქ ვარჯიშობ ხო ცხენ თამაში ბიჭო ხო არტურას მიხედე პროსტა ეს ბიცეპსი აქვს ჩავარდნილი ძალიან რა აუ 1700 რო გადავიხარ და კემოზე მოდი აი ვიდეოს იდეა აგერ აჰა ეგენი ეკვებები განიხილეთ არ განიხილო ეხლა ძალიან დამაინტერესა აი ამ კვებაზე სენდვიჩიო და ანზო შენ რას იტყვი მანქანაში მიდევს გინდა მე ამოვიტანო დაგპატიჟოთ გინდა მართლა ერთი დღე რომ მოგცა შეგლია ერთი დღე ვერ წამოვიღებ ეხლა მაგ ანუ პირველი კვება მაგ მარტო ჭამი რა თუ ის აბონემენტი უნდა იყიდოს არა მე მგონი ერთი კვირაც არის და რაღაც შეგიძლია კი დაჟე როგორ არის იცი თავიდან ვიფიქრე ერთ თვეს ხო ყიდულობ და შეგიძლია კვირა და შაბათი ამოიღო და ის დღეები მანქანაში მაგ და ამოვიტან არა არ გვინდა რა ვიცი არა სხვა მე ბევრნაირი იქნება და საუკეთესო გამოავლინე რა ბიჭო ვაფშე ანუ სწორად არ მიმაჩნია მაგ რაღაცის რეკლამა რა რატო აი იმიტომ რომ აია თუ რა ნიშნობა ბიჭო რატო გიგზავნიან საჭმელს კალორიები დათვლილი ჯანსაღი კვებაა და თუ წონის კლებაში გინდა რომ იყო შეიხედე მაქსიმალში რა
ამ თავარი პამიდორი აიღე ცოტა ისე. დრო არა აქვს ხალხს აი ვიკეთებ. რა დრო რა. სანამ ის სადილი რო გავაკეთო შეჩემა? სადილი რატომ არა? იქ სადილი მოგდის? ხო, უწუყუწუ რაღაცები მოგდის. ტუნა იყიდე გადაუსვი რაღაცა იოგურტი გადაუსვი. ხო სადილი რა არის? ანუ ერთი კაი რაც არის მაგ თემაში რომ არ ფიქრობ რა ვჭამო რა. ან ხო აი ხა რა ვჭამო გამოვიძახო. ერთ დღეს დაჯექი. გიდევს რა, მაგრამ ისე ცუდი გიდევს ხო და რა. 7 კვება ჩამოწერე. ერთ დღეს რა უნდა ჭამო? ინგრედიენტები მომზადებული გაქვს რა, ხეგრევი აწყობ რა. უფრო დრო უნდა ჯანსაღად ატრაკებ რა, სამჯერად ყვებას შეჩემა უნდა დრო. მე ხო ერთხელ აურევ და მე ერთხელ ჩემით გავიკეთე კონტეინერში წავიღე, მაგრამ მე ერთხელ ვაურევ კიდია. შეიძლება ვინმეს აქვს. მოიცა რომ მიდიხარ დაგდევენ ესენი. შალი ჭამეთ მოდიან. რამე მოდიან და სახთან მიტოვებენ რა, სახში რა. და დილას რო გავდივარ ვიღებ რა. სად იღებ, სად გიტოვებენ? ანუ სახლის წინ რა, ანუ სახში მიტოვებენ რა. არა, სახში ტომენ აი რო აიღებ. ეგ გარეთ დევს მთელი ღამე ეგ საჭმელი. არა, დაცვასთან დეს. ერთხელ სადე რომ დილით შეგეტანა სახში, შეიძლება კაი დაგხოდეს მერე. არის. აი სენდვიჩ რა უნდა მოუვიდეს შეჩემა? სენდვიჩ რა უნდა. დედა მოეტყნას. აი მაკარონი იმით რომ რა მაკარონი? ხორცით. როგორ შეიძლება ცუდი იყოს. მოიცა ეს. მაკარონი მოხარშო და ფარში დააყარო, ხო, მაგრამ ცუდი. 1700 ლარად მოაქვთ რა. ნუ გადამრიე ბიჭო. მაკარონი ხორცით რატო ახსენე ხა? ბავშვობაში ჭამთ ხოლმე მეტი არაფერი არ იყო. კილკას ხსნიდით ხოლმე და ვაყარით ხოლმე მაკარონს და ეგ იყო. თევზს და მაკარონს ჭამდით შეჩემა? კილკა რა იმას ხორცისა რო არის რა. ტუშონკა. ტუშონკა ხო. მე კაბე მევასება ეგ. ქათამია. კაცი 1700 იყდა. 1700 ლარისთვის ხო შეიძლება. აუ შენ იცი გერმანიაშია ფულს იხდი 5000 ევრო ყრის თუ 6000 ევრო. ნორმალ, აი ნორმალ. მოიცა, არა 6000 ევრო ყრის მიდიხარ სასტუმროს ვარიანტია და გაშიმშილები. მართლა კი. რას ქვია გაშიმშილება? გაჭვე, მაგრამ არ გაჭვე. აი რაღაცა ეს არა ესე შემოგთ პატარა ის რაღაცა აუ ხო ავჭერე ვიღაცა ჩემი იმენა. გავახუილე ეგრევე. ლობიო ორი მარცვა. უღა მიეგარი რომ უღა მეგარი რა ორგანიზმი იწმინდება რა და მაგაში იხდი 5000 ევრო. ბიოლი რაც გაკეთდა ბიოლიც ეგ უნდა ყოფილიყო მაგრამ საქართველოში ეს არ გაკაჩია. ეს ერთჯერადია. აქ ჩვენ და ჭამაში ვიხდით ფულს. ეს ერთხელ იხდი 5000 ერთხელ შესვლაღის მაგდენი? არა ადრიანია თუ რაღაცა. ერთ წლიანი მაქვს მე აღებული ანუ დინით არა ერთი წელი ვერ გაკაჩო ანუ ვაფშე არ გაჭირდა. კაც დისციპლინა თუ გაქვს, წესი ჩვენ უნდა გქონდეს დისციპლინა, იმიტომ რომ ავტორბოლაში ხარ და რანაირად ვერ ამზადებ მაგ მხარეს დისციპლინას, რომ ერთხი მოხარჯო პროს. თან შენ თუ რაწყობ უფრო არ გისწორდება, უფრო გემრიელი არ გამო. ხო მაგრამ ბევრს ვაწყო ხდები. ანუ მე აი შენ 4 კვერცხი ბევრი გონია? ზოთქოს პირველ ჭამაზე 20 შევჭამე და კვერცხი სალათი რაღაც. ეხლა ყოველდღეს მაინც ვაკეთებ ხოლმე ბავშვი სკოლაში რომ იყავს, ლანჩს უკეთებ ვატანო, როგორც აი ის რაღაცებს უკეთებ, რომ მეც მინდა რომ გავყრი. მე კიდე ეს ჩემი კონტეინერი. კიტრი პომიდორი, ჩაჭერი მოურჩავსო. რა კალორია მაგას აქვს. რამდენი კილო ხარ? ეხლა 200. ხო, 200. და მინდა იყო 90. საწოლი შეცვალე. მე ვარ 99 რა 100. რა ეს 99 გაიყინე შეჩემა ანუ 2 წელი 99 ანაირად ხარ. 99. თან ეს სამნიშნაზე აღარ გადადის. არა. აქ ხო გვაქვს ის სასწორი სადღაც. არ ვერ ჩავანაცვლებ. მიდია. ოპლი მოიწვიდა. რა შანაცვლებს ჩემი დედაოდე. მე არ ვიწონები. რატო? იმიტომ ანუ მე დემოტივაციაა ჩემთვის და არ მაინტერესებს ამდენი კილო. კარგია. ხო არა, მაგრამ ანუ არ არის ჩემი ამოსავალი წერტილია წონაში. შენთვის წონა არ არის მნიშვნელოვანი. შენ რო ვარჯიშობ კუნჩი წავა ის რა, დაკლება არ არის შენთვის მნიშვნელოვანი. ნუ დაკლებაც არის, ანუ რაღაცა 1-10 კილო უნდა ჩამოვაგდო. პროსტა კონტოვანი მასა უნდა მომო. აუ შენით ვარჯიშობ თუ ჩვენ ბექა აქ არის ჩვენი ძმა, აგერ ყავდა სტუმრად და მავარჯიშებს. ისე გამოიხედა ხო? კროსფიტი დაუწყო. კროსფიტი თუ რამე ისეთი. ტრენაჟორები, ანუ კარდიო ცალკე, ტრენაჟორები, ბოგეხა კრივზეც მინდა შესვლა, იმიტომ რომ დამახუილეს იმ ბარში ხო? აცილება მაინც ვისწავლო, მაგის დედავატირე რაღაცა. გადავეწყო. ხო და ის არა ქვია. კაი, ჩვენ შეგვიძლია ბოლოსკენ გავიდეთ, გადაცემა დავასრულოთ מחარას წონით, რომელიც 99 კილო ეს გამოვავლინოთ რამდენი. მუშაობს? ისია თუა, ეს მოიტყუება ახლა რაღაცას კარგად შეხედეთ. ნუ ხო, ძიმე რაღაცები. დავდგენ?
ახარას წონა დაფიქსირე და 101 კილო და 500 რა, რო იცოდეს მოყურებელმა. ეგეთი ფეხები ხო არა გაქვს? რამდენია? 100 და მაგას 100? ო. 100. მე ვარ 115. არ გვინდა სასწარი? არ მინდა. კაი. კაი, მადლობა ძალიან დიდი ირაკლის. ხო იყოს ეს 70 კილომეტრი. საინტერესო რაღაცებს გეგმავს ძალიან YouTube-ზე და იმედია ისეთივე შტამპეჭდავი გამოვა როგორც გეგმებში არის და უკეთესიც. დაიმშვიდობეთ. მე იქავა, არა, ნუ თავი დანაკლისი არ იყოს და რაღაცა ექსესებისგან ავიდოთ და მე ვიცი, რომ უბრალოდ აჩიკოს თუ ჩახსნის ექსესი აღარ იქნება. არა, აჩიკო აუცილებელი. არა, სახელ შეესაბამება ძალიან მაგრამ. იქით ვინმე რუსი რო დასვათ ერთ იმაზე. არა, მე იმას გადააგდეს პირველი ტენის ეგრე. ავღანაზე საშიში აჩიკო იქნება იქ. მოიცა საჭესთან რომელნო ის. ავღანა დიდი მანქანით მგონია რომ აი რავი. თან ტორმუზე არ იქნება. ჯობია, ხო. არა, იმიტომ რომ ერთხელ გავარდება და რამე შეასკდება და გაჩერდება რა. მახარ, მანქანას საჭესთან რომელიც ხართ? ხანის ხანმე. არა, როგორ იცი, ორი რბოლა არის რა იმ საღამოს და ერთხელ მახარა იჯდება, მეორე მეორე არ შუმახერი და ბარიკელი. მეორე არ მოყვა. პირველს რაზეც მოყვა. არა, ერთხელ იქ. პირველი აჩიჯდებს. არა, მეორე შეიძლება აღარ იყოს. არა, პირველი მისჩენია მე დავждე, იმიტომ რომ ის მანქანა აღარ ებარგება. მოიცა, აჩი მექანიკის წარება იცი? ვისწავლი. ის არის, მოიცა მექანიკა არის? ხო, მექანიკა. აუჩი. რას ისწავლი შეჩემა ახლა ბოლისთვის თუ იმისთვის. 500 დოლარად ეს ავტომატიკები არ არის და. არა, ეგ სხვა. ხო, მაგრამ გამოილია. მექანიკაზე מחარა უფრო მეტჯერ ჩაიჭრა ჩაბარებისას ვიდრე მე ასე რა. ჰა, ჩაიჭერი ბიჭო ჩაბარებისას? ხო, მართლა? დამიკორდა. მექანიკა მაქვს აღებული პირველივეზე, შეგლეხო შე. ხო, ნა. არა, მანქანა არ მყავს და. წამოვა ეხა. ეხა? დავსხეს მექანიკა. არა, ეხა, ნუ უკვე უჩვენებია გამოცდას ვინ პირველია და ვინ აა, მეორე. დამიკორდა მაშინ, ხო, რაღაცას არ ვიცი. ხო, აღმართზე იჭრება ძალიან ბევრი. აა, მაშინ იყო ხოლმე. გორს ჩააბარე? ეხა უნდა ავიღოთ C კატეგორია, ჩემი დედა, აი მე. და აუ, მაგრად ქალაქში და თეორიაც ხო გიწევს. გავამთავროთ და მე განვაგდოთ საუბარი. მადლობა. მადლობა. მოსვლისთვის. პირიქით თქვენ მადლობა. დაფასებისთვის. ნამდვილად წარმატებებს გისურვებთ აი top 5 YouTuber-ში, ვინცაც მოიწვია. ძალიან გამიხარდა. რა გინდოდა? ძალიან გამიხარდა რა top 5 YouTube. მართლა top 5 YouTuber და მარტო კი არ უნდა იყოს, მეორეც იქნება, 10 კაცი იქნება, მაგრამ 10 კაცი ვერ მოვხვდი. ოკეი, არა უშავს, მეგობრებო, დაელოდეთ ოქტოპუსზე შემდეგ ვიდეოს. ეს იქნება ჩემი მოწესრიგების და გალამაზების ვიდეო და შემდეგ ასევე დავძენ რომ Mercedes-ის მოყვარულებმა კიდევ ერთხელ გადახედეთ მოდელებს შეიძლება შეიცვალოთ სოფ მხედველობა მანქანების მიმართულებით